2 თებერვალი საეკლესიო კალენდრით 20 იანვარი 2025 წელი. და ერთ-ერთი აი რა გითხრათ, ძალიან ფუნდამენტური ამბავი უნდა მოგიყვეთ, გარდა იმისა, რომ წმინდანია უდიდესი 16 დიდი. გარდა ამისა ტექსტი არის რაღაცა სრულებით განსაკუთრებული და წინასწარ რო გავუსწროთ მოვლენებს, ფაქტიურად აი დღევანდელი ტექსტი ძალიან ბევრ კითხვასცემს პასუხს და საიდუმლოება ჟღავნდება. როგორ იწერებოდა ესეთი ტექსტები საერთოდ, ესე იგი ეს არის ავტორი ამ ტექსტის, ეს არის კიმენია ესა, კიმენური ტექსტი, ანუ იცნობდა, ესე იგი ავტორი წმინდა ექვთიმე დიდს, ეს არის წმინდანი ასევე კირილე სკვითოპოლელი, რომლის შესახებაც ჩვენ გვისაუბრია, ეს არის საუბარი 158. გვისაუბრია არა თვითონ წმინდა კირილეს შესახებ, უпростоრეთ მისი წმინდა ნაწილი არ გვაქვს ჯერჯერობით არ ჩანს. არამედ გვისაუბრია ჩვენ წმინდა საბა განწმენდილის ცხოვრება აქვს აღწერილი წმინდა კირილეს. და აი თუ ნახავთ ამ საუბარს, შესავალი არის წმინდა კირილეს შესახებ და იქ არის ჩამონათვალი, ფაქტიურად ეს არის პალესტინელი მამების, პალესტინელი ბერების მემატიანე. მათი ცხოვრება, ბევრი მათგანის ცხოვრება აქვს აღწერილი და წმინდა ექვთიმე დიდი, რომელიც 473 წელს გარდაიცვალა, მე-5 საუკუნეა ძირითადად, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თვითონ ექვთიმე საკმაოდ დიდი ასაკის იყო და ამის გარდაცვალების შემდეგ კიდევ რაღაცა ბევრი წელი გავიდა. მოკლედ, როგორ ჩანს ეს კირილე, აქაც ყველაფერი ცხადია, რომ ესე არ არის წლების და ესე სიზუსტით, მაგრამ იცნობდა, ოღონდ როგორ ჩანს, იცნობდა ბავშვობიდან. ბავშვობაში იცნობდა, ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც იცნობდა რა ნახა შეხვდა ალბათ. და მერე რატო ამბობ ამას, იმიტომ რომ მერე 70 წელი გავიდა გარდაცვალებიდან, ექვთიმეს გარდაცვალებიდან, როდესაც იგი ამ მონასტერში, ექვთიმე დიდის მონასტერში მივიდა და ამ მონასტრის წევრი გახდა. ხო და აი რამხელა და მეებზეა ლაპარაკი დროით ჩუალეტებზე, ხო? და ჯერ კიდევ იქ უწერია, მერე რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ ისინი, ვინც ასევე იცნობდნენ ექვთიმე დიდს და მათი მონაყოლით, მერე კიდევ მოწაფეები, ხო, მათი მონაყოლით და ქარტა. ეს არის პერგამენტზე დაწერილი ტექსტები. აი ეს ქარტები ქონდა მას, სხვადასხვა დროის ჩანაწერებს მოუყარა თავი. ოღონდ ამ ყველაფერზე მოგიყვებით ბოლოში, იმიტომ რომ ტექსტის ბოლოში, აი ბოლო თავი არის რაღაც საოცარი ამბავი არის, ესე იგი ხა რითი შეიძლება გაუკვირდეს ადამიანს ჯერ ამდენი წმინდანის ისტორია და ეხლა რასაც დღეს წავიკითხავთ ექვთიმე დიდის ცხოვრება, რაღაცა გასაოცარია რა. რა შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ აი თუ არ გაგიკვირდებათ ნახავთ, იმიტომ რომ მე ვარ გაოგნებული აბსოლუტურად. ერთადერთი რაც შემიძლია შევადარო ესეთ შესავალი, აი სუფიქრობდი იმას, როგორ იცნობდა კირილე სკვითოპოლელი, ამ დროში მხელაცდენა, როგორ იცნობდა ექვთიმე დიდს. და იცით რა გამახსენდა? მე ვიცნობდი რამდენიმე, ხა ჩვენი დრო სხვანაირი დრო იყო და ასეც წმინდანი, ხა მამა გაბრიელს ბევრი იცნობდა, დღეს ბევრია ცოცხალი, მაგრამ მე მაგას არ ვამბობ. მე ვიცნობდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც ადრე გარდაიცვალენ შემდეგ. ადრე როგორ, თავიანთი ასაკი ჰქონდათ და მე ვიყავი ძალიან პატარა, მე მხატვრების ოჯახში ვიზრდებოდი და ამიტომ მხატვრებს ვიცნობდი. მაგალითად ვიცნობდი სერგო ქობულაძეს, მაგალითად ვიცნობდი აპოლონ ქუთათელაძეს, მაგალითად ვიცნობდი ლადო გუდიაშვილს. ოღონდ ეს არის ჩემი ღრმა ბავშვობის მოგონებები მათ შესახებ და ისინი გარდაიცვალენ და რაც ახლა დრო გადის, უფრო და უფრო წარმოუდგენელი ხდება. ახლა მაგალითად როგორ შეიძლებოდა რომ სერგო ქობულაძეს
ჩემი ასაკის ადამიანი იცნობს, მაგრამ ვიცნობდი. ხო და იმის თქმა მინდა, რომ აი ეს რაღაც თაობიდან თაობას გადაეცემა. რა თქმა უნდა, ესენი მხატვრები იყვნენ და ესენი მე-20 საუკუნეში ცხოვრობდნენ, მაგრამ ნათელი პიროვნებები იყვნენ და ამიტომ დამახსოვრდა და ამიტომ ვამაყობ იმითი, რომ შეხვედრა მქონდა ამ ადამიანებთან, თუმცა ძალიან ეს შეხვედრა ცხადია ხანმოკლე იყო. როგორც ჩანს, კირილეს პიტოპოლს სწორედ ეს ჰქონდა ყრმობაში. ამ დიწმიდა მამებთან შეხება ყველასთან და ყველასთან მეტნაკლებად აი წმინდანებში ცხოვრობდა და თვითონაც წმინდანი იყო და მე სხვა შორის ბევრჯერ მithქვამს რომ აღწერო მაგალითად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება რაღაცით მასზე ნაკლები არ უნდა იყო მაგრამ როგორც ჩანს აქაც არ არის ეს საიდუმლოება და ეს საიდუმლოება ბოლოში უნდა გაგიმჟღავნოთ ეს იყო შესავალი კიდევ ერთს დავუმატებ ფრაზას, ესე იგი, ეს არის ის, რომ ერთი არის კირილეს პიტოპოლელი და მეორე არის ქართული ტექსტის ავტორი, რომელიც ბოლოში გამოჩნდება ესეც, სულ ბოლოში. ოღონდ სახელი არ ვიცით. ოღონდ ისეთი გაწყობილი და გამართული არის ქართულ ენაზე ეს, რომ აი რა გითხრათ. აი სულ არ იცოდეს ადამიანმა უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანი სხვა უცხო რო იყოს ხო აი იმ რომ მოისმინოს ეს ტექსტი კარგად წაკითხული მუსიკა ნამდვილი მუსიკა და ასე რომ გეპატიჟებით ესე იგი ხა ძალიან შთამბეჭდავ ძალიან საინტერესო მოგზაურობაში და წინასწარ მინდა გითხრათ რომ ესე იგი ნახევარზე მეტი ამოვიღე ტექსტი იმიტომ რომ ეხლა რასაც მოგიყვებით დამახსოვრება შეუძლებელია წაკითხვა შეუძლებელია ძალიან ბევრია და ძალიან დიდი ტექსტია და აი სწორედ ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ ეს საიდუმლოება ამოხსენი როგორ წერდა კირილეს პიტოპოლელი ამხელა ტექსტებს ერთი რო დაწერო ცხოვრებაში ეგეც ამბავია და მას კი ძალიან ბევრი აქვს ეს დაწერილი ანუ გადავდივართ ჩვენ პირდაპირ უკვე 16 დიდის 16 თვითონ სახელიც ძალიან მნიშვნელოვანი და გადავდივართ 16 დიდის ცხოვრება. ესე იგი, ცხოვრება მამისა, ჩვენისა, წმინდისა, ევთვიმისა, ესე არის კათოლიკე. ევფიმიოს, ევ კარგს ნიშნავს და ესე იგი ევფიმიოს რას ნიშნავს ამას. მოგახსენებთ ევთვიმიოს რას ნიშნავს ბერძნულ ენაზე და ქართულად კი ვამბობთ ევთიმე. ევთიმე და მე სწორედ ამ სიტყვას გამოვიყენებ. ევთიმე დიდი. და კიდევ რაც არის, რაც აიოლებს ალბათ არ ვიცი ეს თვითონ თარგმნელმა დაყო ეს თავებად თუ მე მოგვიანებით, მაგრამ თავებად არის დაყოფილი და ეს აიოლებს ძალიან ამ ტექსტის მოსმენას გეცოდინებათ მოსმენისას ერთხელ ვერ მოусმენთ, რომელ თავზე შეჩერდით. პირველი თავი ძეი ზეცისა ქალაქისა წმინდა ევთიმე. ანუ ევთიმე. დაერქვა მამასა მისა პავლე და დედასა დიონოსია. და იყვნენ იგინი კაცნი შერაცხილნი, იქ მოდეს ნებასახთისასა, ხოლო მათ ქალაქი მათი დასაყოფელი იყო მალატია. მალატია ეს არის ეგრეთ წოდებული მცირე სომხეთი, მოკლედ სომხური ქალაქია, სომხური ოჯახია და სომეხი იყო ეროვნებით ევთიმე დიდი. და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ერთის მხრივ ძალიან შემშურდა და მინდოდა რომ რა თქმა უნდა ქართველი ყოფილიყო, თუ ეს შესაძლებელი იყო რა ასეთი. თუმცა ყავდა ჩვენ ასეთი დიდი ქართველები ვონე მოსხი მაგალითად იმ პერიოდზე მაქვს ლაპარაკი, ხო? და დიდი მამები ახლა უკვე ათონელ მამებზე აღარ ვლაპარაკობ. საქართველოშიც ყავდა ესეთი დიდი მამები, ოღონდ ეს იყო სომეხი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ერთი რამ, რომ როდესაც ასე დიდ, არ ვიცი ქართველი ყოფილიყო, ესე ვიტყოდი თუ არა, მაგრამ როდესაც ესე დიდ პიროვნებებზეა ლაპარაკი, იცით, მათი ეროვნული, ნაციონალური მიკუთვნებულობა გადადის უკანა პლანზე. მხოლოდ ერთ ადგილზე არის ნახსენები ცხოვრებაში, აი ეს თემა, სომხობის თემა მისი და ნახავთ როგორი შთამბეჭდავია და როგორი საინტერესო, მაგრამ აი იყო ევთიმე დიდი ეროვნებით სომეხი, მაგრამ აი ვარსკვლავი იყო აი მსოფლიო საქრისტიანოს ძაზე, ესე ვიტყოდი. დიდი კაშკაშა ვარსკვლავი და
მე ძალიან მიხარია, გამიხარდა ძალიან ჩვენი სომეხი ძმების ნაცვლად რა. ოღონდ არ ვიცოდი რა თქმა უნდა, ეხა 11 ვიცოდი, ოღონდ სომეხი რო იყო არ ვიცოდი. და მოკლედ იყო დიონისია ალბათ, მაგრამ აქ დიონისია წერია უშვილო და დაეყრეს ქმრისათვის ისე თანა ჟამნი მრავალნი, ასაკოვანი ცოლ-ქმარი იყოს და არა ესომათ შვილი და მწუხარებას ეშინა იყვნენ ამისთვის. და მრავალჟამ ითხოვდეს ღვთისაგან დამეთანხმებით, რომ არაჩვეულებრივი ქართულია და ცოტათი თუ დაიძაბებით, ყველაფერს გაიგებთ. და ითხოვეს ღვთისაგან, რაითამცა მოანიჭა მათ შვილი და განვიდნენ გარეშე ქალაქსა მას ეკლესიასა წმინდა მოწამისა პოლიქტოსისა და დაყვნეს მუნდღენი მრავალნი ლოცვასა დაუცადებოდა და ღამესა ერთსა ვითარიგი ზედგეს და ილოცვიდეს მარტონი ტაძარში იყვნენ ღამე ეჩვენა მათ ღმრთისა მიერ ხილვაი რომელიც ეთყოდა იხარებდით რამე თუ ღმერთსა მოუცემიეს თქვენ და ძეის სახელი მისი სიხარული ეხავე მოგახსენებთ რას ნიშნავს რამე თუ ღმერთმა შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიასათვისთა ანუ ეკლესია გაიხარებს თქვენ ხო გაიხარებთ მაგრამ ეკლესიაც გაიხარებს ამიტომ სიხარული და დაისწავეს დღე იგი და უკუნ იქცეს თავისავე საყოფელად და რაჟამს იშვა წმინდა ევთიმი ცნეს ვითარმეთ სახილავ იგი ჭეშმარიტ იყო და უწოდეს მას სახელი ევთიმიოს ანუ ევთიმიოს ხოლო თარგმანება ის სახელი სამის არის სიხარული ანუ ევთიმიოს ქართულად ნიშნავს სიხარულს და აღუთქვეს აღთქმაი რათა შეწირონ იგი ღმერთსა თავი მეორე შემდგომაც ამისა წლისა შობისა მისისასა შეისვენა პავლე მამამან მისმან და ესვა დედასა მისა ძმაი ევდოქსიოს და იყო ევდოქსიოს ეპისკოპოსისა თანა ანუ ეპისკოპოს ემსახურებოდა და აზრახა მან დამან მისმან და ევედრა რათა ეზრახოს ეპისკოპოს ყრმის ამისთვის და შევიდრა რომ მოუყვეს ამ ყრმის შესახებ და შევიდა რომ მოუყვეს ეს ამბავი რაც მოხდა და შევიდა იგი და უთხრა ეპისკოპოსსა და იყო სახელი მისი ევტარიონ ეპისკოპოსის სახელი და ფრიად გაბრწყინდა იგი კრებასა კონსტანტინოპოლისასა და კონსტანტინოპოლის მეხუთე სოფლიო კრებაზეა თუ მეოთხეზე აღარ მახსოვს არა მეოთხე ქალკედონში იყო მოკლედ ამ კრებაზე გამობრწყინდა ეს ეპისკოპოსი და მოგარა ყრმა იგი და შესწირა ღმერთსა ვითარცა მსხვერპლი კეთილი ვითარცა შეწირა ანამ სამუელი წინასწარმეტყველი მის დედას ანას არ უშლებოდა დიდხანს შვილი და რო გაუჩნდა აუთხო ღმერთს და შეწირა და აი როგორც ანამ შეწირა სამუელი ესე დედამ მისმა დედამ დიონისიამ შეწირა ექვთიმე შეწირა ეკლესიას ანუ ეპისკოპოსს ჩააბარა მაშინ შეიწყნარა ეპისკოპოსთან ყრმა იგი და უთხრა მას ევდოქსიოსმა საქმენი მშობელთა მისთანი და ჩვენება იგი რომელი ხილეს და ვითარმეთ პირველ შობადმდე აღეთქვა იგი ღმერთსა და სრულ იქნა ლოცვა იმათი მაშინ დაუკვირდა ეპისკოპოსსა და თქვა ჭეშმარიტად რამეთო სული წმინდაი დადგრომილა არს ყრმისა ამისთან თავი მესამე და ვითარ მიითვალა ეპისკოპოსმა ყრმა იგი ანუ ჩაიბარა მისცა მას ნათელი ანუ მონათლა და მოპარსა იგი ანიანოსად და ცოტა რომ წამოიზარდა მოპარსანო აღკვეცა როგორც ანიანოსი უბრალოდ კერაკვეცა დიაკვნით აკურთხა და შეიტყო იგი დიაკონი ახალგაზრდად შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და შეიტყო იგი და განზარდა ვითარცა შვილისთვის ხოლო დედა იმისი მოსწრაფე იყო საქმესა ღვთისასა და იგიც აკურთხა ეპისკოპოსმან დედათა დიაკვნად ეკლესიის და ვითარ იყო ექვთიმე ეკლესიასა შინა მაშინ მოიღო თეოდოსი დიდმან ბერძენთა მეფობაი თეოდოსი დიდი გახდა იმპერატორი და მისცა ღმერთმან მეფესა და ეკლესიათა მშვიდობაი დიდი შემდგომად რავდესამი ამისა იხილა იგი ეპისკოპოსმან რამე თუ განწვისნდებოდა და იწყო ესე იგი რომ წამოიზარდა იწყო სწავლისა შეპყრობად და მისცა იგი მოძღვრსა სწავლად საეკლესიოთა წიგნთა ექვთიმეზეა ლაპარაკი მეოთხეთა და ჯამთა იყვნენ ორი ძმანი დიაკონი აკაკიოს და სვინოდიოს
პატიოსანთა შვილნი, წმინდანი ხორცითა მათითა, გულისხმიერნი წიგთა საფლოთა და მეცნიერნი სოფლისა სიბრძნესა, კეთილითა განგებითა ცხონდებოდეს, ამის შემდგომად ეპისკოპოსი იქნეს მალატიასა, ზედა თითოეული თვისა ჟამსა, ესე იგი მალატია ეს ყოველმის ქალაქია ექვთიმესი და აი მალატიის ეპისკოპოსები ეს აკაკი და სვინოდიოსი რიგრიგობით ესენი გახდნენ ეპისკოპოსები და სწორედ აი ამაზე არის ლაპარაკი ამათ ჩააბარა ესე იგი აღსაზრდელად ეპისკოპოსმა და ამისთვის მალატიელნი დიდთა სასაულთა იტყვიან და ვითარ ღირს იქნეს ფლობასა ამათ მოიყვანეს წმინდა ექვთიმე ხელთაგან ეპისკოპოსისაითა და დაიმოწაფეს და ასწავეს მას მართალი სარწმუნოება ხოლო ექვთიმე წარემართა ყოველთა ეს მივცვლი ექვთიმი წერია ტექსტში მაგრამ მაინც ქართული ექვთიმია ხო დღეს და ექვთიმე წარემართა ყოველთა ჰასაკისას სწორთა მისთა სწავლითა ესე იგი მის ტოლებში გამოირჩეოდა ამ სწავლით და სიყვარულით ღვთისაითა და სწრაფად მისი ძლევდა სიჭაბუკეს ამისა ეს მისი გულმოდგინება სიჭაბუკეს ძლევდა ანუ წინუსწრებდა ანუ ასაკთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვითარდებოდა და ეს რაც სიყრმით თვისით აღიზარდა სახსაშინა ეპისკოპოსისა მოსწრაფები და ბრწყინავდა იგი და ესწავლა დღე და ღამე და სწავლას ამაშინა წმინდანთა წიგთასა სურინ მიბაძოთ წმინდანთა მათ რომელთა წერილი მოახსენებენ აი ვიზეც კითხულობდა იმ წმინდანების მიბაძვას ცდილობდა და უხარინ ოდეს არავინ არის რომელიც ეტყოდა მათ სიტყვათა ცუდთა და წუხან რაჟამს დაათადა სიტყვათა გამთისათა და ყოველსა შინა საქმესა ემსგავსებიან მოძღვარსა თვისა აკაკიოს იყო მისი პირველი მოძღვარი და ძალიან უხაროდა როდესაც არ მოაცდენდა ვიღაცა სიტყვათა ცუდთა ანუ ესე იგი ამაოებაზე რო არავინ ესაუბრებოდა და ამის გამო რომ მას შეეძლო მთელი ყურადღება საეკლესიო სწავლისკენ მიემართა და არა უნებნ მას სიმრავლე საჭმელთა არ უნდოდა ბევრი ჭამა არც უყვარა მას ცუდდა დიდებაი და არც პირი მისი დაადუმდებოდა გალობას ღვთისასა მოკლედ ეს საერო პატივი არ უნდოდა არაფრით და სულ გალოცილოდა რომ სულ ეგალობა არამედ აღასრულებდა ყოველსა წესსა ეკლესიისასა და იტყვინ ფსალმუნთა ჟამისათა თვინიერ გონებისა მიმოტაცებისა და შიშითა დრწოლითა სულითა მსახურებდა ღმერთსა და იტყვინ ვითარმეთ ესე იგი ესე ამბობდა მოკლედ მთელი არსებით იყო ესე იგი სწავლობდა და ესე ამბობდა არა ჯერ არ ჩვენდა ეკლესიას ეშინა სიცილი გინას რა ხო ეგ არის წარისა სიტყვისა იოფროიზღა ჟამსა ფსალმუნებისასა არამედ გვიღირს ჩვენ რათა შევიდეთ ეკლესიად გული სიტყვითამ დაბლითა ვითარ კაცნი რომელნით განეთ წინაშე მეუფისა ღვთისა და მას რახვით და ხოლო უგალობრი ღმერთსა დღე და ღამე რამე თუ უწყოდა რომელიც რახვიდეს რჯულსა უფლისასა დღე და ღამე იყოს იგი ვითარცა და ფსალმუნის სიტყვებია ციტირებული ხეი დანერგული თანაწერსა დინალსა წყალთასა რომელმან გამოსცის ნაყოფი თვისი ჟამსათვის და ესრეთ შესწირვიდან ნაყოფსა ღვთისასა ყოველსა ჟამსა ჟამსა გულისწყრომისასა შეწირავდა ღვთისა ნაყოფსა სიყვარულისასა და მოთმინებისა ჟამსა ჭამისასა შეწირავ ღვთისა ნაყოფსა მარხვისასა ოდეს მოუხდის გული სიტყვაი ბოროტის სოფლის გემოთა შესწირავ ღმრთისა ნაყოფსა სიმართლისასა და იცამ თავსა თვისა მრავლის მეტყველებისაგან და მუცელსა თვისა საჭმელისაგან სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმინდითა ხორცთა ცხონდებოდა და ჟამის წირვაი ფრიად უყვარდა და დაიცავიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთათა ნათლისა მისისა იყო წყალობაი და მოწყალებაი ესრეთ იღვაწა წმინდამან ექვთიმე ჟამთა მრავალთა ღვთისათვის და ღვთისა სიტყვამან განაბრძნული და განადიდა სახელი მისი თავი მეხუთე ვითარ გამწვისნა წმინდა ექვთიმე და დაიმოწაფა განგებით ეკლესიათა აკაკი ეპისკოპოსის მიერ და აკურთხა იგი ხუცად ბულად აკურთხა თვინიერნებისა მისისა მალატიაისა ეკლესიისათვის მალატიაში ხო იყო ეს აკაკი მალატიის ეპისკოპოსი იყო და მასთან იყო თავისუფლურ ქალაქში ისდებოდა აკურთხა მღვდლად და დაადგინა ამავე ქალაქში მღვდლად და უბრძანა რათა იცოდეს იგი მონასტრებისათვის მამათა დედათა და ამ მალატიაში ქალაქ მალატიაში მამათა დედათა მონასტრები ჩააბარა
ქალაქს აშინა. დავითარეს ეს საქმე მიეცა, ზრუნვიდა მათთვის, რამით უყვარდეს მონაზონის სიყრმისგან. და სიყვარულითა დაყუდებულითა მივიდეს იგი მონასტერსა წმინდასა პოლიქტოსისასა და მონასტერსა 33-თა მოწამეთასა და უმრავლესად დღეთა მონიყოფენ, ხოლო კათოლიკეთა მარხვათა, ანუ ზოგადი მარხვები რო არის, 4 დიდი მარხვა, ხო? იყოფინ მთასა ერთსა ოხერსა, ოხერი ანუ მიტოვებული მთა. სადაც ხალხი არ იყო, რომელი იყო მუნ, ხოლო აც აღშენებულ არის მასზე და მონასტერი შვენიერი მახლობლად ქალაქისა და მას უდაბნოსა წარუიდის განცხადებიდან ვიდრე აღსებადმდე. ანუ ნათლისღებიდან მაღდგომამდე აი ამ მთაზე ატარებდა განმარტოებით ცხოვრებას. ემსგავსებინ ცხოვრებას ელია და დაემსგავსა მისი ცხოვრება ემსგავსებოდა ამით ილია წინასწარმეტყველი და იოანე ნათლისმცემელი, რამაც იყო იგი გამგეი მონასტერთა ვითარიგის ზემოთქვით იწყო განზრახოთ ამის ვითარმეთ. ესე საქმე დააბრკოლებს წარმატებასა სათნოებისასა და რამაც უზულდა მას დიდება და უყვარდა ღმერთი, გამოვიდა ქალაქით ფარულად, მოვიდა იერუსალიმად, რამეთ უნდოდა მას ყოფა უდაბნოთა იერუსალიმისად. მოკლედ გაიპარა. გაიპარა, იმიტომ რომ კი იმალებოდა იმ თაზე, მაგრამ მაინც პატივია ეხა ყველა მონასტერს ეს მართავდა და ფაქტობრივად ეს ახალგაზრდა კაცი თანამდებობაა ეხა ეს ყველაფერი და წინამძღვრობითა სულისა წმინდისაითა მოვიდა წმინდა ერთვამი იერუსალიმად 29 წლისა. დავითარ თაყვანისა პატიოსანსა ჯვარსა და აღსადგომოსა და სხვათა წმინდათა ადგილთა ეს მეექვსე თავი აქვს. და ხედავ იგი განგებასა თითოეულსა მათისასა დაიმარხვიდა გულსაშინათვისა. მაშინ მივიდა ლავრასა ფარაისასა, ფარა. ესე ქვია ლავრას, რომელშიც მან რამდენიმე წელი გაატარა, რომელიც შოროს იერუსალიმსა 6 მილიონი და დაყუდებისა სიყვარულისათვის დაჯდა იგი სენაქსა განშორებულსა ლავრისა მისგან. ლავრაში კი მივიდა, მაგრამ ლავრის გარშემო იყო კიდე სენაკები გამოქვაბულები და იქ მარტო დასახლდა. და ყოველდღე არა იყო მისთანა სახმარი ამის ოფლისა, არაფერი ნივთთან არ ყოფდა ამ ოფლის სახმარი. და ყოველდღე არა იყო მისთანა სახმარი ხო. ამისთვის ესავა მას თხზვაი სირაი, ანუ ესე იგი შეუსწავლია ეს ცნობილი თემა არის ანტონი დიდმა დაიწყო ეს საქმე, ესე იგი კალათების მოწუნა, მე გახდით ანტონი დიდის მონასტერში, ვნახე ეს კალათები, აქაც გვიკიდი არ ვიცი ხე ჩანს თუ არა, კადრში ჩამოვიტანა ეს პატარა კალათია, ეს თეთრი რო ჩანს. ხო და დიდი კალათები, ანუ პალმის ტოტებისგან ესეც გავიგე როგორ კონკრეტულად, როგორ წნიდნენ კალათებს და ყიდიდნენ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ხარისხიანი და კარგი ნივთია და საჭირო ნივთია. ყველაფერი შეიძლება, თევზი შეიძლება პირდაპირ ჩაყაროში წყალი გაუვა, თევზი დარჩება და ინახავს კარგად და ასე შემდეგ. რათა არავის დაუმძიმოს და ყოველდღე რაითა გლახაკთაცა მისცემდეს ნაშრომსა ხელთამისთასა, იმიტომ შრომობდა ამას, რომ ყიდა ამ კალათებს და სხვა სუკისერზე არ დააწვეს და კიდევ გლახაკებსაც რომ დაეხმაროს. და განათავისუფლა თავი თვისი ყოველთაგან ზრუნვით ამის ოფლისაითა და ერთი ხოლო ზრუნვა აქვს რაითამცა ღმერთსა სათნო იყო ლოცვითა და მარხვითა. და არა ამით ოდენ, არამედ მოსწრაფე იყო საქმით ყოველთა საქმეთა კეთილთა. ანუ ყველა პასუხისგებლობა ფაქტიურად ამით მოიხსნა უკვე რომ წამოვიდა მონასტერში და აი ესე დაეყუდა და მარტო აი ამ კალათებს აკეთებს თავი შეინახოს და აი ლოცვის მეტი არაფერი დავალება არ აქვს. ეს იყო მისი ოცნება. ერთი ხოლო ზრუნვა აქვს რაითამცა ღმერთსა სათნო იყო ლოცვითა და მარხვითა და არა ამითოდენ, არამედ მოსწრაფე იყო საქმით ყოველთა კეთილთა. და ვითარცა ქვეყანისა მოქმედმან რაი ეკალი აღმოფხრის, ეგრეთ აღმოფხრიდა გული სიტყვათა ხენეშთა და ყოველსა სიმაღლესა, რომელი ამაღლდებოდა უფროს მეცნიერების აღთვისა ქედმაღლობას და ბოროდ გული სიტყვებს აღმოფხვრიდა თავისგან და აღესრულებოდა წერილი წინასწარმეტყველისა, რომელსა იტყვის იქ მოდეთ თავისა თქვენისა ანეულსა. ანეული არის ზაფხულის სახნავი, ესე იგი და ნუეკლასა ზედას თესავთ. ესე იგი წინასწარმეტყველის სიტყვები ვერ ვიპოვე სხვა შორის ეს სიტყვები, რომ გაანაყოფიერეთ, გააფხვიერეთ თქვენი ნიადაგი და ეკალზე ნუ დათესავთ. გაუმარგლავ
გულში სათნოებები ვერ დაიბუდებენ. თავი მეშვიდე. და ეს ამას მოძმე ერთი ღვთისმოშიში თეოქტისტოს და ფრიად უყვარდა სიყვარულითა სულისაწმინდისაითა. უკვე მოწაფეზე ლაპარაკი და იყო ორნივე ერთ ძრახვა, უბრალოდ მოწაფე კი არა, თანამოსაგრე თეოქტისტოს. და ერთ ძრახვა და ერთ საქმე და ერთ სულ ერთითა ხორცითა და ღვთისა მიერ გამოუცხადეს ურთიერთას გული სიტყვით, ვისი რაი წელიწად შემდგომ განცხადებისა მეორესა დღესა განვიდნენ უდაბნოსა, აღარ შევჩერდები დეტალებზე, კვიტილისასა, კიდესა ზღვა მკვდარისასა, მკვდარი ზღვის ნაპირას და იმ მეოტიქმნიან სოფლისაგან, რაითა მუნძრახვიდან ღმერთსა დაყუდებითა და ლოცვითა და მუნიყვნენ ვიდრე დღედმდებ ზობისა და შემოსვიდეს ხორცთამათა კეთილისა საქმითა, რაითამცა განუზადეს თავთამათა საზრდელი სულისაწმინდისა და აქვთა წმინდა საექვთიმეს გარდარეული სიმშვიდეი და სიმდაბლეი და მარტიობაი. ამისთვის მოიგო მადლი სულისაწმინდისა ვითარეთყვი სიტყვა ღვთისაი ვისამე მივხედო გარნამ დაბალთა და მყუდროთა და მათ რომელნის ძრწოდიან სიტყვათაგან ჩემთა ამისთვის წარემატებოდა კადნიერებასა წინაშე ღვთისა ყოველთა დღეთა. თავი მერვე დავითარცა დაასრულა ფარას შინა 5 წელი, აი ფარას ლავრაში 5 წელი განვიდა იგი და ამბა თეოქტისტე ეს მამა თეოქტისტე და ეს ექვთიმე გავიდნენ, რომელსა განვიდნენ კვიტილად და ვითარ ვიდობნეს უდაბნოსა პოვეს ხევი საშინელი, ფრიადი, ღრმაი, ყოვლადვე მიუვალი ვისგანვე და ვითარ იხილეს ადგილი იგი შეუყვარდა სიღრმესა მისათვის და სიფრთხლისა. ისეთი საშინელი იყო. ნუ აი ხევი ჩასაჩეხი რაღაცა საშინელი, ნუ კაცშვილი ვერ ჩააკითხავდა იქა და გაუხარდათ ეს, მოეწონათ და ჩავიდნენ იქ. და განიხარეს ვითარცა ღმერთსა მieყვანეს მას ადგილას და იპოვეს ჩრდილოით კერძო ხევისამის ქვაბი დიდი გამოქვაბული და შრომით ავეს ძლივს აღწიეს და განიხარესაცნეს ამ თუ ღმერთმა განუზადა ადგილი იგი და მაშინ დაეყუდნეს მაშინა და საჭმელად მათა იყო მცენარეთაგან ქვეყანისათა ბალახი და იყოფოდა წინაშე ქვაბსამე სიმრავლე მხეცთაი ხოლო იგინი უგალობდეს და ადიდებდეს ღმერთსა ყოველსა ჟამსა ზიფხეცები ისმეთი არავინ არ იცოდა ეს ქვაბი და ეს ქვაბი ეკლესია ღვთისა, იმიტომ რომ ორივე მღვდელი იყო და წირავდნენ და იქ მოდეს დაუდეს უნდა ღმერთსა გამოცხადება ეს საქმე მათი და როცა ღმერთმა ინება რომ ეს გამჟღავნებულიყო მივიდნენ მუნ წყემსნი ვინმე ცხოვართანი ბეთანიაით კერძონი დავითარ იხილეს იგინი შეეშინდა ფრიად და ეგულვებოდა სილტოლა იმუთ ეგონათ ეშმაკებიანი და ვითარ ცნავს მამათა ვითარმე ჩეშინებულ არიან მოუწოდეს მაგრამ რქოს დაბლითა ხმითა ძმანო ჩვენ კაცნი ვართ თქვენებიდან უგეშინი რამე თუ ჩვენ ცოდვათა ჩვენთათვის ვიყოფით ადგილს ამას მაშინ ხა გულდებულ გულზე მოვიდნენ იმაზე რა ქვია წყემსნი და აღვიდეს მათთა ქვაბა და არა იპოვეს მათთან სახმარი ამის სოფლისაი არც ნივთი არ ქონდათ ისე ცხოვრობდნენ ამ გამოქვაბულში და დაუკვირდა ფრიად და ვითარ აღვიდეს საყოფელათვისა უთხრეს კაცთა ამის სოფლისათა მათთვის სოფელში დაბრუნდნენ სოფლელებს უთხრეს რომ აი ესეთი რამ იყო და მიერ დღიდან იწყეს ბეთანიელთა მსახურებად მათა და ვითარ მიესმა მამათა ფარაისა ლავრისათა ესენი ეხა ხო იცოდნენ და გაქრენ ესენი სადღაც წავიდნენ ამ ფარას ლავრის მამები ვეღარ ხედავენ ხო არ იციან სად არიან რომ გაიგეს სად არიან თუ რომელს ადგილს არიან მოვიდოდეს მათა ხილვა და მიერ დღიდან იწყეს მოწაფეთა შეწყნარებად მოწაფების მიღება დაიწყეს აქედან და პირველი ხოლო რომელი მოვიდეს მათა ორნი ძმანი პირველისამის სახელი მარინოს და მეორესაი ლუკა პირველი მოწაფები მათი იყო მარინოსი და ლუკა გოცრავად და შეუდგეს მათ და დაემოწაფნეს ყოვლითა განგებითა მონაზვნებისაითა. და დაასწავეს სრული მონაზვნება და შემდგომად ბრავლისა ჟამისა წარვიდნენ იგინი კერძოთა სოფლისათა რომელსაც ქვიან მატობა და მუნ აღაშენეს მონასტერი და მათ დაემოწაფეს აბა თეოდოსი რომელმან იგი უდაბნოსა მონასტერი აღაშენა ანუ თეოდოსი დიდზე ლაპარაკი ამათი მოწაფე გახდა მერე
და იგი მამასახლის ყოველთა ზედა მონასტერთან. მდირეთა ჟამთა შემდგომად განხდა სახელი წმინდის ექვთიმესი და განაცხადნა ყოველს ადგილსა. გამჟღავნდა. და მრავალნი მოვიდოდეს მის ასმენად სიტყვათა ღვთისათა მისგან და მის თანაყოფად. და წმინდა ექვთიმის ძულდა დიდებაი და უყვარდა ღმერთი და უნდა რაითამცა მოიგო სათნოებაი პირველთა მამათაი და თავი თვისი უცხო შეერაცხა. ანუ არ უნდოდა ეს რომ ცნობილი პიროვნება ყოფილიყო. ვინაიცა მოვიდეს მისი მიუთვალეს იგი წმინდასა თეოქტისტეს. თეოქტისტეს გადააბარებდა ხოლმე ვინც მასთან მოდიოდა. რათა მოპარსოს იგი რამე თუ ედრებოდიყო მისა წმინდა ექვთიმე. ანუ აკვეცას თეოქტისტეს თხოვდა. რათა გამგე ამის საქმისა რომ აი ჩაიბაროს საკვეცილები. რამე თუ მორჩილი იყო წმინდა თეოქტისტე თავს აიდვა ესე განგება ის მორჩილი იყო ძალიან და ჩაიბარა ეს საქმე. და არარას იქმნა თვინიერს რახებისა წმინდის ექვთიმის. და პირველ დაწყებას არა უნდა ადგილისაი და მონასტრისა შექმნა, არამედ ლავრად, ვითარცა ფარაი. მოკლედ თავიდანვე ფიქრობდი რომ ეს უნდა ყოფილიყო ლავრა, იმდენი ხალხი მოვიდა უკვე. ანუ მონასტრების რამდენი კეპა, ესე იგი დამოუკიდებელი მონასტრების ერთობა რა. დავით არიხილეს რამე თუ ვერ შემძლებელას კაცი ღამით ეკლესიად მისვათ ვისას იძნელით, ამისთვის ყვეთ იგი მონასტრად. ესე იგი ტაძარი ამათი გამოქვაბული ხო იუვალი იყო და ღამე იქ ასვლა იყო შეუძლებელი და ამიტომ მონასტერად გადააკეთეს და მიიღეს ხალხი საცხოვრებლად. და შეკრებიან იგი ქვაბსა, რომელსაც წმინდა ექვთიმე დაეყოდის, რომელიც იქნა საკუნებელ სულსა და განკუნებდა გუნგეშინის სცემდა და ყოველნი რომელნი მოვიდოდეს მისა და არავინ ძმათაგანი გამოუცხადებდა მას გული სიტყვათა თვისთა, არავინ ძმათაგანი გამოუცხადებდა გული სიტყვათა თვისთა, ოღონდ ეს არის ნახევარი წინადადება და მეორე ნახევარი ესეთი. ვითარცა არა მიიღო კურნება, ანუ არ იყო ასეთი შემთხვევა, რომ ვინმეს რამე გამოეცხადებინოს და კურნება არ მიიღოს. თავი მეცხრე, რამე თუ იყო იგი გამოსცილ საქმეთა შინა მრავალთა ასწავებენ, რაითა წინა აუდგეს ყოველსა გული სიტყვასა უცხოსა და ეტყვინვათ. ეხა ეს არის ექვთიმეს სწავლება. ძმაო, ზრუნებდით რომლისათვის გამოხვედით ძიება და ნუდები იქნებით ცხოვრებისა თქვენისათვის გვიღირჩენ, რათა ზრუნვიდეთ ყოველსა ჟამსა ვითარცა წერილ არს, იღვიძებდით და ილოცებდით, რათა არ შეხვიდეთ განსასწელსა, ესე უწყოდეთ რამე თუ უღირს, რომელსაც დაუტევებია სოფელი, რათა არ აყოფდეს ნებასათვის, არამედ შეიგრძალოს სიმდაბლეი და მორჩილებაი, მოელოდეს სიკვდილსა ყოველსა ჟამსა და დღეს ამას საშინელსა სარჩელისასა სასჯელის, ანუ ეშინოდეს მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა და უყვარდეს ძმაი და უყვარდეს მას დიდებაი იგი სასუფეველსა ცათასა და ყველა დიდყვინ უღირს მონაზონთა და უფრო იზღა ჭაბუხთა, რათა ეგრძალე არ არის ღირსი, რათა ეგრძალენ ესე უღირს, ანუ ესე უნდა ქნან ეგრძალენინ შინაგან გული სიტყვათა და შვრებიან ხელითათვისა და აშრომებდნენ ხორცთათვისა და მოიხსენებიან მოციქულის ამას სიტყვასა, ვითარმეთ ღამე და დღე შვრებდე ხელითა ჩემთან ვშრომობდე, რათა არავის დაუნძიმო და ესე ხელნი მსახურებდეს მე და რომანი იყვნეს ჩემთანა, ესე შეუგონებელ არს, რათა თუ ძენი ამის სოფლისანი ურბოდიან და შვრებიან და ნაშრომითა ხელთა მათთა ითას დიდენ შვილთა მათთა და შესწირვდნენ ღმერთსა და იქმნენ კეთილსა და მისცემდნენ ხარკსა და ჩვენთა არავზრდიდეთ ნაშრომითა ხელთა ჩვენთა ით არამედ სხდეთ მოცალეთ და გვინებს რაითა სხვისი ნაშრომითა ვიზრდებოდეთ მოციქული იტყვის რომელ არა იქმოდეს მუცა ჭამ. ეს არის მისი სწავლება, ნაწილი მისი სწავლების ერთი წუთით. ესე ვითარითა მცნებითა წმინდა ექვთიმე ასწავლის სამწყოსათვისა და ეტყვინ მათ, რათა არაზრახვიდან, ანუ არ ისაუბრონ ეკლესიასა შინა, ჟამსა ფსალმუნებისას და არცა პურის ჭამასა და არცა უნებენ ხილვად მონასტერსა თვისა. თუმცა ვის თავი თვისი შეერაცხა უმეტეს სხვათა მამათასა უფრო იზღა ჭაბუქდა. ესეთ იტყვის ვითარმეთ. კეთილი ზომი არს რაითა მცირედ დაიკლოს მონაბრძოლმა კეთილი, ესე არის კარგი,
რათა მცირედ დაიკლოს მონაზონმან გაძღებასათვისა ჟამსა ჭამისასა და დაისვას გულითვისი წინ აღუდგებოდეს ბრძოლათა. რომელნი მისთან არიან დაფარულად, საჭურველი მონაზვნისაი არის ფსალმუნებაი და განკითხვაი სიწმინდე ხორცსა და სიმდაბლე მორჩილებარი, რომელ არ ღვთისათვის. და ესე და მსგავსი ამისღა ესმინც მათა, სარგებელ ეყვის და განძლიერდიან და შესწირვეთ ღმერთსა ნაყოფსა თვისსა. აქამდე არაფერი არ გამომიტოვებია, გარდა შესავლისა. შესავლით, ესეთ კარგი დიდი შესავლი იყო, მაგრამ გამოვტოვე და ეხლა, ესე იგი ვართ მე-10 თავზე. და ვიფიქრე დამეწყო გამოტოვებინა, მაგრამ აი ხა წაგიკითხავთ, როგორ გამომეტოვებინა მითხარით. ყოველი, რომელი გვითხრეს მამათა ტრაბონისათვის, ბერისა, ჭეშმარიტ არის, აი ტრაბონის შესახებ რაც გვითხრეს, ყველაფერი მართალია. ძმისწული მისი, რომელსაც ერქვა ტრაბონი, იყო იგი მეამას ქვეყანასა ბარბაროსთა ზედა. მითხრეს ბერისა ტრაბონისათვის, რა ჟამს იყო იგი ჭაბუკ. ეშმაკმან შეიპყრა და გვერდი მისი მარჯვენა განუხმო, თავიდგან ვიდრე ფერხადმდე. და წარაგო მის ზედა მამამან მისმან საფასე დიდი კურნებასა მისცა, მთელი ფული დაახარჯა. და არარაი სარგებელი იყო და იყო მამაი მისი მორჩილებასა ქვეშე სპარსთასა და მონებდა იგი კერპთა სპარსების სპარსთან ქვეშე დასასრულსა მეფობისა ას და ჯარდო მეფისა სპარსთასათა. უნდა სპარსთა რათა შეიპყრეს ყოველნი ქრისტიანენი, მაშინ უბრძანეს მათ ბარბაროსთა მეფეთა, რომელნი მათსა ბრძანებასა ქვეშე იყვნენ, შეიპყრეს გზანი და არავინ ქრისტიანეთაგანი განერნეს და წარვიდეს საბრძნეს და იყო მამაი ყრმის ამის მეფე ბარბაროსთა. და ით იხილა, ერთ-ერთი ქვეყნის მეფე იყო. დავით არ იხილა უსამართლოება ესე და ჭირი, რომელსაც უყოფდეს ქრისტიანეთსა წარმართნიკებს საყუნი ყოველთა ქალაქთა. შეეწყალნეს ქრისტიანენი მამას და განუტევებდა მათ და იუტოდეს. და მხიარულ არ იგი ამას ზედა. და იგიცა კერპსახური იყო და შეთ ვიეთმე ასმინეს იგი სპარსთა მეფესა, ბარბაროსია ესა, ვითარმეთ განუტევებს იგი ქრისტიანეთად და მალვით სიუტოლვათ. მაშინ შეეშინა მას და წარიყვანა ძეი მისი, გვერდ განხმელი და ყოველი ნათესავი მისი და ხვასტაგი და მეოხიქნა იგი საბრძნეთა. დაასმინეს სპარსეთის მეფესთან და ბარბაროსთა მეფე თავისი ოჯახობა ყველაფერი წაიყვანა და წავიდა საბრძნეთს და შეემთხია მას ანასტოლიოს, რომელიც იყო მთავარი მათ შამთა აღმოსავლეთ კერძო ხელმწიფეებისა ბერძენთაითა, ანუ იმპერატორი. და განაჩინა იგი მეფედ ბარბაროსთაზე და მკვრივ იმპერატორს შეხვდა, რომელიც იყვნენ არაბიას. არაბეთში, არაბიაში, არ ვიცი ზუსტად სად არის, მოკლედ დაადგინა რა. და ვით არ იყოფოდა იგი არაბიას, ჩვენება იხილა ძემან მისმან და უთხრა მამასათვისა, მაშინ წარიყვანა იგი მამან მისსა და სიმრავლე ბარბაროსთაი მისთან. გამოცხადება ჰქონდა ამ ბავშვს უკვე 6 მესე. და მოვიდეს ვიდრე მოიწინეს ადგილს ამას, რომელიც ჩვენებით ეხილოა ყმას ამას და წმინდა ექვთიმე და წმინდა თეოქტისტოს იყოფოდეს. აი ეს გამოქვაბული რაც თქვით, სადაც ცხოვრობდნენ, აი იმ ადგილზე ბავშვს ჰქონდა ეს გამოცხადება და მივიდნენ იქ. დავით არ იხილეს ძმათა. სიმრავლე იგი ბარბაროსთა შეეშინა, მოადგა ლაშქარი რა, ესე იგი მთელი. შეეშინა. დავით არ იხო, დავით არ ცნა წმინდამან თეოქტისტოს, ვით არ შეეშინა ძმათა. გარდა მოხდა მიერ შეემთხვია ბარბაროსთამა და რქვა, რა იგნებავს. ესე იგი ლაშქარი მოადგა მოკლედ მონასტერს ამ ბარბაროსების და ძმებს გული გაუსკრათ და თეოქტისტე წავიდა და შეეგება და რა შეასაკო. ხოლო მათ რქვეს 6 გვინებს ჩვენ. მონაი ღვთისაი და მაშინ რქვა მათ ვითარ 6-მესთან მოვედით. და მაშინ რქვა თეოქტისტე. ვითარმეთ დუმის იგი და არავის რახავს ვიდრე შაბათამდე. დუმარებაშია დაყუდებული შაბათამდე არავის არ შეხვდება. მაშინ უპყრა მას ასფაპ
ასფაპი ქვია ამ კაცს, ამ ბავშვის მამას. უკრა ხელი მოკიდა და წაიყვანა და რქვა ყრმასა მას. რათა უთხრას მას საქმე ითვისე, მაშინ იწყო ყრმამან. მან სიტყვად. ვით არ ვიყავ მე სპარსპეც, მეცა სალმობა ესე დამეტაკა ეს ავატყოფა და უკურნებია მე მკურნალთა მრავალთა და გძნეულთა და არაერთი სარგებელ მეყო არამედ უფრო იზღვა. წარემატებოდა ტკივილი იგი. დავით არ მოიწია ქვეყანას ამას, გული სიტყვა ღვთისმიერი მომიხდა გონებასა ჩემსა და ვით არ ვიტანჯებოდა ღამეცა ერთსა განუზრახედა თქვი. ტრაბონ, სადა არის დიდება იგი ამის ოფლისაი? გინა სადა არის მკურნალთა წადერებაი? აი ყველაფერი შეგილია მეფის წულია, ხო? მაგრამ სად არის ამის ოფლის დიდება? ან სად არის მკურნალთა სიმრავლე და წადიერებაი? ანუ სად არის დიდება იგი სპარსთაი და ძალი იგი მათისა სარწმუნოებისაი, რომელნი ხმორებენ ვარსკვლავთა. სადა არიან რომელთა იგი ხიადიან ეშმაკთა და განძლიერდებენ მის მიერ, ხოლო მე არას ხედავ მათ მიერ ჩემ და სარგებლად არამედ ღმერთი მხოლო არის მოწყალე. და ამ ვით არ ამას განვიზრახებთ, მიმეძინა. ღმერთის მეტი არ არის ჩემი შველელი, არავინ მოკლედ ეს არის აზრი. და მიმეძინა და ცრემლით ვთხოვთ ღმრთისაგან და ვიტყოდე შენ ღმერთო ძლიერო და საკვიროთ მოქმედო რომელმა შექმნა წანი და ქვეყანაი და ყოველი რაი არის მაშინა უკეთ თუ შენი წყალობა იყო ტკივილთა ამათ შემთაზე და ტკივან უბავშ რა და განმარინო მე მწარის ამისის ალმობისა ქრისტიანე ვიქმნე და განვეშორო ყოვლისაგან ბოროტისა და დაუტევო მსახურება იკერბთა და ვით არ ესე ვთქვე დამეძინა და ვიხილე მონაზონი მხცითა შვენიერი მოხცებული და წვერითა გრძელი და ვქამან რა იგევნები ის რა გჭირს და უთხარი მას სალმობაი ესე ჩემი და ვქამე აღმცა ასრულე რომელი აღუთქო ღმერთსა შეასრულე რაც ღმერთ შეპირთი უკეთო აღასრულო ღმერთთან განკურნო შენ და მე ვარქვი ყოველი რომელი აღუთქო ღმერთსა მე აღვასრულო აუცილებლად შევასრულებ უკეთო განთავისუფლდე განსასწრელი სამი და ვით არ განმეპყრა უთხარ მამასა ჩემსა რა იგი მესმა და ვიხილე და ამისთვის მოსრულ ვართ მისა სარწმუნოებით მე და მე გევედრები შენ რათა არა დამემალო მკურნალი რომელი ღმერთმან მოუწყა დავით არ ესმა ესე წმინდასა თეოქტისტეს აღვიდა წმინდისა ევთიმისა და უთხრა ყოველი იგი მას და რქვა მას წმინდამან ექვთიმე არა უღირს კაცსა წინააღმდეგ თვისა მიერსა ჩვენებას არ უნდა აღუდგე ამას და გარდამოვიდა მიერქვაბით მიუხედავად იმისა რომ შაბათამდე დაყრდობაში იყო გარდამოვიდა მიერქვაბით მათთა და ულოცა ტრაბონს გულსმოდგინე და დასწერა მას ჯვარი და აღადგინა იგი ცოცხალი და ვით არ იხილეს ბარბაროს და მათ ვით არ იგი მყისგან იკურნა ფრიად დაუკვირდა და რწმენა მათ ქრისტე და დაიცვეს იგი წინაშე მისა ქვეყანასაზე და ევედრებოდის მას რათა ნათელს წეს მას ქრისტეს მიერ ვით არ იხილა წმინდამან ექვთიმე საკვირველთ მოქმედან რამე თუ ყოვლითა გულითა რწმენა მათ ქრისტე ბრძანა რათა გამზადონ ქვაფსა მაშინა სანათლოი სასნესი ემბაზი რომელი დღემოსამომდე გიეს მაშინა მაშინ დაასწავა მათ სარწმუნოებაი და ნათელსა მათ სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა და გარდაიცვალა სახელი ასფაპისი შეუწოდა მას პეტრე ამ ბავშვის მამას და პირველად მას ნათელსა და შემდგომად მარის ცოლისძმას ამისა და იყო იგი კაცი გონიერი და მდიდარი ფრიად და მათსა შემდგომად ნათელსა ტრაბონს და სხვათა ყოველთა და დაიყენა იგინი მისთანა 40 დღე და მეცნიერყვა იყნა იგინი სიტყვათა ღვთისაითა და დაამტკიცნა და ესრეთ განუტევა და არღარა იყნოს იგინი აგარის შვილი არამედ სარაის ესენი ხო აგარიანები არიან ის არაბები და ესენი ყველანი ხო ნუ ბარბაროსები მათ შორის აფრიკაში ცხოვრობდნენ ის ბარბაროსები
ხო და აგარის შთამომავლები იყვნენ და ამიერიდან უკვე აგარის შთამომავლები კი არა, სარას შთამომავლები გახდნენ ნაცლობით, სადაც არის სიტყვა. რამე თუ განთავისუფლდეს, იგი მონებისგან ნათლისღებითა. ხოლო მარის დედის ძმა ტრაბონისი არა განეშორა მონასტრით დარჩა, არამედ მონაზონი იქნა და ითმენდა დღეთა შინა ცხოვრებისა მისა და ფრიად სათნო იყო ღმერთსა და ყოველი საფასე მისი მონასტერსა მისა აღსაშენებლად მთელი ქონება შეწირა ძმამ დედის ძმამ. დავით არასი საკვირველი იქნა წმინდა მან ევთიმი განხდა სახელი მისი ყოველსა ადგილსა განხდა სახელი მისი ანუ გაუვარდა სახელი ყოველსა ადგილსა და მრავალნი მოვიდოდეს მისას ნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს და მცირეთა ჟამთა შემდგომად განათლდა და გახდა სახელი მისი ყოველსა პალესტინესა და გარემოის მისა დავით არიხილა წმინდა მან ევთიმი ვითარმედ მრავალნი მოვლენან მისა კურნებად მოეხსენა დაყუდება გაახსენდა რომ დაყუდებაში უნდა რა ყოფნა და რომელსაც იგი შინა იყო რომელიგი ოდეს იგი მარტო იყოფოდა და ფრიად შეწუხდა რამე თუ მრავალნი მოვიდოდეს და ადიდებდეს ხოლო ვითარ შევარდა მწუხარებას რომელსაც ქვიან სიხარულ ხო ეს აქ სახელი სიხარული ქვია და ყველა სიხარულს ანიჭებდა ეს სიხარული მწუხარებას ჩავარდა უნდა ფარულად სილტოლოი და წარსვლაი რუბი ადგილია დავით არ აგრძნა ესე წმინდა მან თეოქტის და შეკრეწევტის რომ მოკრა ყური ამას რაღაც ესე თავისთვის ამობდა ეთყობა შეკრება ძმანი რათა ევედრნენ და არა დაუტევნეს იგინი ხოლო რათა არა შეწუხდნენ ხომათ აი იმისათვის რომ დაეწყნარებინა უთხრა არ წავალ არა წავალ და შემდგომად დღეთა რამდენთამე წარიყვანა ძმა ერთი მელეტელი დომენტიანოსი რომელიც ესეც ომეხი იყო ცხადია მელეტიიდან და გამოვიდა მონასტრი და წავიდა რუბად ეს ადგილია ეს რუბი და ვითარ ვიდოდეს იგინი უდაბნო ზღვის კიდესა მოიწინეს თასა მაღალსა რომელსაც ქვიან თაი მარდისაი და პოეს მაჩინა ლაკვაი წყლისაი ლაკვა არის აუზი წყლის შესაგროვებელი ეს ძალიან სერიოზული თემა არის იქ ცხადია პალესტინაში წყალი და წელიწადში ერთხელ შეიძლება წვიმა მოვიდეს და ავსებენ და მე ამას იყენებენ და რა და მონ დაადგეს საჭმელად მათა იყო მდელოი და წმინდა მან ევთიმი აღაშენა ეკლესია და გამზადა საკურთხეველი მაშინა რომელიც დღესამომდე კიეს და მისა შემდგომად გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა სალჯამისასა რაითა იხილოს ქვაბიგისა და დავითი უტოდა პირისაგან საულ მეფისა თავი მე-11 და მუნ შექმნა მონასტერი ესე იგი აი ეს დავითი სადაც ემალებოდა საულს ის გამოქვაბული მოძებნა და იქ შექმნა მონასტერი იყო მიზეზი შენებისა მისისაი ძეი დედაკაცისავის მეშერაცხილისაი სოფოსაშინა რომელსაც ქვია რასტაბულისაი იყო ყრმა მაშინა სული უკეთური და ხმითა მაღლით და ყივინდა ახსენებენ სახელსაც წმინდა ევთიმისასა და ვითარ ესმა მამას ამის ყრისასა ვითარმეთ წმინდა იგი შორის თასა კარბარიქასა იყოფის ამ თარი წარვიდის მისა თას ქვია ესე წარვიდა მისა და ყრმა იგი მისთანა დავით არიხილა ყრმამან წმინდა იგი ათრთოლ და დაეცა და განხთა მისგან ეშმაკი და მყის განიკურნა დავით არ განითქვა მისთვის საკვირველი ესე მივიდეს მისა კაცი მრავალნი რისტოლიიდან და გარემოს მისა და აღუშენეს ესე მონასტერი და მივიდეს მისა მონაზონი დაბალნი და იყოფოდეს მისთან რაღაც გაუვარდა მოკლედ სახელი იმ წუთასვე და წმინდა მან ხო და კაცთა ვიეთმე ზეფანელთა ხო ანუ და მივიდეს მონაზონი დაბალნი იყოფოდეს მისთანა და ღმერთი მისცემდა მათ სახმარსა ხორცასა ნუ ღმერთი ეხმარებოდა რომ რაღაცა შივრები რო ყოფილი და კაცთა ვიეთმე ზეფანელთა ეპყრა სარწმუნოება იმ მანის წვანებელისაი მანიქევლები იყვნენ და უბრძანებათ რათა შეჩვენებულყონ მანი ამან ევთიმემ უთხრა რომ მანი შეაჩვენეთ და მოძრება იმისი და შეუდგნენ გინი კათოლიკე ეკლესიასა და შემდგომად ყოველთა მადლთა ესეც ამოიქცა ღმერთმან მეტად წმინდასა ესეცა მოსცა ღმერთმან წმინდასა ევთიმის რათა იყოფოდეს ხეთთათან და ქვეწარმავალთა ბოროტა და არ ევნებოდეს მათგან
ესე იგი ესეც მიანიჭა ეს მადლიც რომ ხეცებში ველურ ხეცებში და ქვეწარმავლებში ცხოვრობდა და ისინი არ ერჩოდნენ. არავის უღირს ამის ურწმუნოება დამიჯერეთ რასაც გეუბნებით ეს კირილეს ყვითაპავლელიამოს ნუ იქნებით ნუ შეგეპარებათ ეჭვი რომელსა უკითხან საფრთხო წიგნი რამე თუ სადაღმერთი ისე ვისაც საფრთხო წიგნი აქვს დაკითხული ჩემ ნათქვამში ეჭვი შეგეპარებათ რამე თუ სადაღმერთი დაადგეს ყოველივე დაემორჩილის მათ ვით არ იგი დაემორჩილა ადამიანს პირველ გარდასვლისა მცნებას ღვთისასა სანამ მცნებას გარდავიდო და ადამიანს ყველაფერი ემორჩილებოდა ყველა მხეცი ყველა ქვეწარმავალი ყველაფერი მის ბრძანებას ასრულებდა და ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ მეწამებიან ამას სიტყვასა დამემოწმებიან რომელთა იგი ზღვა მეწამული გამლესა და მე მოწმეთ მოყავს ვინც ზღვა მეწამული გაიარა ზღვა რო გაიხსნა და შეხახო გაიარა და იორდანისა დინებაი დააყენეს და მზე დააყენეს ვისათვის ეს ისუნავეზუზია ლაპარაკი და ცეცხლი ცვალად გარდააქციეს სამი ყრმა და მრავალნი საკვირველნი იქნეს მონათახვთისათა აი ესენი ყველანი ვინც ეს დიდი სასწაულები მოახდინა დამემოწმებიან და ღმერთმან რომელმან ესე საკვირველი ქნა მანვე დაამორჩილა ყოველი წმინდასა ექვთიმის და არა მხოლოდ ესენი არამედ სულთაცა უკეთურთა და ეშინოდა მისგან და დაემორჩილებოდეს თავი 12 და ყველა დილით არ იხილა წმინდამან ექვთიმე სიმრავლე იგი ერისა მისა მომავალთაი რამე თუ მონასტერი იგივე მახლობელ სოფლისა თქვა დომენტიოს მოწაფესათვის გვალი შვილ წარვიდეთ და ვიხილეთ თეოქტისტა და წამოისეთ თეოქტისტასთან წავიდეთ და გამოვიდეს მონასტრისა მისგან რომელთა ეშენა მახლობლად კარარ ბარიქასა მოკლედ ამ თაზე რო იყვნენ და მოვიდეს ადგილსა წმინდასა სადა იგი დღეს მონასტერის შენარს რომელსა შორის შორავს წმინდასა თეოქტისტასა 3 მილიონი თეოქტისტემდე არ მოვიდნენ ახლოს გაჩერდნენ და კიდე ახალი მონასტერი დააშენეს და შეიყვარა ადგილი იგი ფრიად რამე თუ დაყუდებული იყო ადგილი უდაბნოი კაცი შვილი არ იყო იქ და ჰაერითა კეთილფრიად არასა და ვინ მოვიდეს მის ადგილას და დამას ადგილას იგი და მოწაფე მისი დადუმებით ქვაფსა მცირესა რომელსაც შინაარს დღეს საფლავის სადღესა დასაფლავებული აი ეს ადგილი ამ ადგილზე ეხა დამკვიდრდა და ვით არ ესმა წმინდასა თეოქტისტეს ვით არ წმინდა ექვთიმე მოსულა სწრაფ ამოვიდა მისა რათა იკურთხოს მისგან და იწყო ვედრებად მისა რაითაც თავი და ადგილსავე თვისა და დაყუდებისა მისთვის რომელსაც იგი შინა იყო ადგილსამოს არაინება მისთანა წარსვლი არამედ რა იკვირია კეთაშ თავის მათთა და ჯამის წირომ ნაღაცრულის და წასვლით არ წამოვალო მაგრამ კვირაობით ჩამოახომე და წირავ ვით არ ესმო პეტრეს რომელიც წმინდას ექვთიმეს მოექრისტნა რა სიტყვა ვინც აი ეს პეტრე ხო გახსოვთ იმ ბავშვის მამა რა მე რომ გამოტოვება რომ მინდოდა მეათე თავის ვით არ წმინდა ექვთიმე მოსრულარს მოვიდა მისა და თანაყონ და სიმრავლე ბარბაროსა ისო ბარბაროსები მოიყვანა უამრავ მამებისა და დედებისაი და ყრმებისაი და ევედრებოდა რა თამცა მიუგო მათ სიტყვაი ცხოვრებისა რო გიხადაგეო მაშინ ბერმან წმინდამან ასწავლანოთ ყოველის დაიყვანა იგინი ქვემოს მონასტერსა და ნუ ნათლსა და ნუ დაყო მათანა 7 დღე ნათლის ემისა შემდგომად და მე მოიყვანა იგინი მისთანათვის ადგილას მაშინ პეტრე მოიყვანა გალატოზი და აღაშენა მტილსაშინა ლაკვაი წყლისაცავი ანუ დიდი ჭა ორპირი ანუ ორი აუზი გვერდ აღაშენა ხა მე გამოჩდება რისთვის რომელი დღესამომდე არის და გვერდით მის აღაშენა პურის საქმარი და აღუშენა წმინდასა ბერსა 3 სენაკი და ეკლესიაში შორის სენაკთა და ევედრებოდეს რათა მახლობლად მის აუტანეს რომ ნება მოგვეცი რომ ახლოს იყოთ ხოლო წმინდამან ექვთიმე მარტოებისა მოყარემან არაინება მათი ახლოს ყოფაი რათა არა აშფოთებდნენ რამე თუ უყვარდა მას დაყუდებაი და მიიყვანა იგინი ადგილსა ერთსა და რქვა ამას უკეთუ ჩემდა მახლობელად გინებს მაშა ადგილს ამას იყვანით რათა ორთავე მონასტერთა შორის იმყოფოდნენ მონასტრებს შორის ადგილი მიუჩინა და გამოუსახა მათ ადგილისა და ეკლესია ააშენონ და იყვნენ იგინი კაროებით ამათ და გარემოის მისა ხოლო იგი გულმოდგინედ ითვალა მათ წუთ ვიდრემდის უკურთხა მათ ხუცები და დიაკვნები მოკლედ იზრუნა ამაზე და დიაკვნები და მღვდლები უკურთხა და რომან იგი პირველ მოენათლნეს მოექცეს და მისთანავე
განმრავლდეს ფრია და იქნეს მრავალ, მაშინ წარავლინა წმინდამან მამამან ჩვენმა ექვთიმე პატრიარქისა იუბენალისა იერუსალიმად, რათა განუჩინოს მათ ეპისკოპოსი. მოულინა მას პატრიარქმა და რქვა სიხარულით, მე ვყო ყოველი, რაც გინდეს. ყველაფერს შეგისრულე და მაშინ წარავლინა მისა პეტრე, აი სწორედ ეს მამა ტრაბონისაი, რამე თუ შემძლებელი იყო განგება ცულთა შიშტახთისაითა და იყო იგი პირველ ეპისკოპოს პალესტინეს ბარბაროსთა კრებულსაზე. ხოლო მრავალნი ერნი მოვიდოდეს წმინდასა ექვთიმისა და ნათელსებდამა და ასწავდა ვითარიგი ჯერასთვისა მონებად დაესრულა სიტყვაი ჩვენი ბარბაროსთათვის. მოკლედ ამ ბარბაროსებზე დავამთავრეთ საუბარი. ერთი წუთით. ხოლო მამასა ჩვენს ექვთიმის არა უნდა ადგილისათვის ისა ის საკრებულოდ შექმნაი. საკრებულოდ ანუ საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერი, კინოვი. აი არ უნდა რომ აქ საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერი ყოფილიყო და არცა ლავრად, ლავრა კიდე მით უმეტეს მონასტრების გაერთიანება ფაქტიურად რა. დაუდეს ვინ მოვიდიან რომელთა მონაზვნობა იქნება წარავლინის იგი მონასტრად წმინდისა თეოქტისტესა. დავით არ უნდა ღმერთს აღშენება ადგილისა მისა პირველად მოულინა მას 3 ძმანი ქვეყანით კაპადოკიაით. ღმერთს კი უნდოდა რომ ამ ადგილას აშენებული იყო ესა და 3 ძმა მოულინა კაპადოკიელები, ხოლო აღზრდილი იყვნენ იგინი ქვეყანას ამას სემისა და სულ იყვნენ იგინი სიბრძნითა და სწავლულებითა და იყო სახელი ერთსა კოზმან, მეორესა ხარისიფოს და მესამისა გაბრიელ. და ევედრნეს მას რათა დაადგრეს მისთან. და მან არაინება სამისა საქმისათვის. ეს იგი ძმები მოვიდა რომ შენთან გვინა ყოფნა და ნახეთ ახლა რაღაც ძალიან საინტერესო რაღაცა. არინება 3 მიზეზის გამო. რომელნი აყენებდეს მაცა შეწყნარს რამე თუ დაყუდების მოყარე იყო ერთი რომ თვითონ უნდა რომ დაყუდებული ყოფილიყო. მეორენი რომ ჭაბუკნიცა იყვნეს, ახალ ძალიან ახალგაზრდები იყო. და მესამე რამე თუ გაბრიელ დედის მუცლითმე საჭორის შობილიყო და ქალს გავდა გარეთ ლამაზი იყო წერი არ ქონდა და აი უცებ ქალი გეკონებოდა. ხოლო რამესა ხოდა ქალს გავდა და არ უნდა რატო იცით რომ აი ბერებს არ დაწყოდათ რაღაც ახლა ყველა მხარით ის რომ ეს კაცია და უცებ ქალი ხა მონასტერში რა. აუცილებლად რაღაცა ის იქნებოდა და ამიტომ არ უნდოდა. თუმცა მას ღამესა იხილა წმინდამან ანუ ექვთიმენ კაცი ვინმე რომელიც ეთყოდა შეიწყნა რეწმანი ესე რამე თუ ღმერთსა მოულინებიან. და ამიერიდან ნუ ის უკუნაქცე რომელსა უნდა ცხოვრების. ესე იგი ეს არ ვიცი ხარ რა ჩაუღრმავდები, მაგრამ მოკლედ ეს გაბრიელი დაბადებიდან საჭურისი იყო. რას ნიშნავს ეს როგორ განვითარდა მოკლედ ქალს დედაკაცის იერსახე ქონდა და ამიტომ და ამაზეც კი უთხრა ღმერთმა რომ არა ყველა უნდა მიიღო ვინ ჩვენთან მოვა. მაშინ შეიწყნა რა წმინდა მამა და რქვა კოზმანს უხუცესამაც ან უფროსს. აჰა ეს რა მიყოფიეს ვითარიგი ღმერთმა მიბრძანა არამედ დაიმარხა შილო რომელგან გამცნო. ნუ უტევებ ცირესაძმასა შენსა შენ უმცროსმას გაბრიელს ნუ გამოუშვებ გარეთ. სენაკით გარე რამე თუ არა ჯერ არ ხილოდ ლავრასა შინას სახე და მსგავსი დედაკაცისა. აი ლავრაში ქალის ნუ აი გარეგნულად ქალი არ უნდა იყოს არ შეიძლება რა დაეწყებათ რა. ბრძოლისათვის დედაკაცისა. ხოლო შენ არატევებად ხარ აქ არამედ შენ გომაცირეთე შავთამწყსი და აქ მაინც შენი ადგილი აქ არ იქნება დრო გავა და ბეთანიას ბეთსაიდას უბრალოდ ეკლესიის ეპისკოპოსი გახდები უწინასწარმეტყველა და ამას შემდგომად შეიწყნა სხვა რომელსაც ვქვა დომნოს ხოლო იყო იგი ანტიოქიაით ძმისწული იოანე ანტიოქიელ პატრიარქისა და ყველა მათხეთა შინაწყლი შეიწყნა კიდე 3 მალატელნი ან სომხები მოვიდნენ ისე მალატელნი ტომნი სვინდონისანი აი ეს ძმები ხო იყვნენ აკაკი და სვინდონი აი იმისი მრევლი რა ის ხო გახდა მე თავისი ძმის აკაკის მე ეპისკოპოსი
რომოს აკაკიოსთან გაეზარდა წმინდა ევთიმი. და იყო სახელი ერთსამიზმისა სტეფანოს და მეორისა ანდრია და მესამისა ღაინოს და ყველა ჩესწირნა შეიწყნარნა სამნი ძმანი რაითის უდაბნოდან იქ რაითი ადგილია ხო სადაც მონასტერი იყო და სახელი ერთი სამის იოანე ხუცესი და მეორისა თალასიოს და მესამის ანატოლიოს და ყველად სხვა შეიწყნარა ტიბერიელი რომელსაც სახელი კვირიონ და იგი უწეს ბეცაიდის ეკლესიისა წმინდისა ბასილისა დავითარ ესენი 11-ნი შეიწყნარა უბრძანა ამბა პეტრეს უკვე ეპისკოპოსია რათა უშენოს მათ მცირე სენაკებით და განაგოს ეკლესიայի მაშინ იყო ადგილი მისი ლავრად მსგავსად ფარაისა ეს ადგილი გახდა უკვე როგორც ლავრა ეს ფარას წინასწარ მონასტრის სადაც ადრე იყო იმ ზომის და შთავიდან მისა იუბენალი პატრიარქი ლავრად და ყავდა თან დიდი ბესარიონ დიდი მამა იყო გამგებელი მონაზონთაი და ევსუქი და აკურთხა ეკლესიայի ლავრისაი 7 მაისს და ჟანთაოდან იყო წმინდა ევთიმი 52 წლის დავითარი იყო რაჟამს ესე იგი წმინდა ევთიმი როგორც ვთქვით გაიხარა სულითა რაჟამს იხილა წმინდა ბესარიონ და ევსუქი პატრიარქისა თანა რამე თუ ბრწყინვიდეს იგინი ქვეყანას ასედა ვითარცა ვარსკვლავი ამას კვირილი ამბობს და პირველ ასრულებისა 7 თვეთა შეისვენა წმინდამან ბესარიონ შვილი თვე არ იყო ამის მერე გასული როცა ბესარიონი გარდაიცვალა ეხლა მე-13 თავიდან და აი რაც მოგახსენეთ ერთადერთი ადგილია სადაც სიტყვა სომეხი არის ნახსენები მის ცხოვრებაში იმიტომ რომ ეს იყო აი სოფლიო მოქალაქე გამოსული იყო აი თავისი ეროვნული ჩარჩოებიდან მაგრამ რა თქმა უნდა იყო სომეხი და აქ აი ნახეთ რას აკეთებს ახლა ძალიან საინტერესო რაღაცას რომ თან ამ სომხებს შეიწყნარებს და მიიღებს და თან როგორც გაკვეთილი ისე თავის მოწაფეებს ისე ნახეთ მოგიყვებით მოკლედ ახლა წინასწარ ვარ გავითარ იწყო მამამ ჩვენმა ევთიმის შენება ლავრისა იყვნენ მისთანა 12 ძმანი იწროებასა შენა და იყვნენ სიგნისა ხორცთა სახმარისაგან და პირველსა წელსა დაადგინა დომენტიანოს მელიტინელი იკონომოსად ლავრასა ზედა მოკლედ როგორც კი ეს ლავრა აშენდა ნუ ხო მართვა ჭირდება ამ ლაროს იკონომოსი ანუ მეურნეობას ვინც განაგებს და 12 ძმანი ანუ 12 ბერი იყო თავიდან ამ ლავრაში ლავრა კი აშენდა მაგრამ 12 ბერია რა და ყოველგვარი სახმარის გარეშე ნუ ძალიან ღატა ნუ აი არა აქვთ რა მატერიალურად ძალიან ისე არის და ნახეთ რა ხდება დღესა ერთსა გარდამოვიდოდა სიმრავლე სომეხთაი იერუსალიმით იერიქოთ ესე იგი იერუსალიმიდან იერიქოში სომხები მიდიან რა სომეხთა სიმრავლე და იყვნენ ისინი ვითარ 400 კაც ოდენ ესე იგი 400 სომეხი მოდის იერუსალიმიდან იერიქოში ფეხით და აი გზაზე არის ხო ეს მონასტერი გზაზე და მარჯვენით გზის ამის და მოვიდეს ლავრად გადაუხვიეს ეთყობა ცოტა რომ შეისვენონ ან რაღაცა რა რამე თუ ღვთისა მიერ იყო ესე რაითამცა აჩვენოს საკვირველება ითვისი ხელით ამიწმინდისაითა დავითარი იგი იხილა წმინდამან ბერმან დომენტიანოს მოუწოდა უთხრა დომენტიანოს ხო სომეხია აი ჩვენ ძმები მოვიდნენ სომხები არ არის საპურესე ხო და მიერთვი კაცთა ჭამადი როგორც ჩვენ თანამემამულები არიან გამოსპინძლდეონ ეს გაგიზდა ეს დომენტიანოსი და ეუბნება რომ მიერთვი ჭამოდი რათა ჭამონდა მიუგოდა რქვა წმინდა სამოს არა საპურესაშინა პური არა პურიც არა გვაქვს რომელთა 10 კაცი განწყ 10 კაცი სამყოფი პურიც კი არ არის საიდანით მოვიღო მე პური რომელ ამას ერთ 400 კაცს რო ეყოფა მაშინ წმინდამან ღვთისამან რამე თუ მადლი აქვს და წინასწარ მეტყოლებისა ერქვამას წარვე და ყავ ვითარ იგი გარქვი რამე თუ ესრე ტიტყვის სული წმინდაი ჭამონ და განძღენ და დაუშთეს ნამეტანი ვერ მოვიძიეს ადგილი
სულიწმინდამ თქვა ესე რომ ჭამონ და განზღენ და დაუშვეს კიდე დარჩეს იმდენი ესე იქნებაო რა მაშინ მივიდა დომეტიანოს სახლსა სადა იგი პური იდვა მცირედი და ვერ შეუძლო კარისა განგებად რამე თუ მადლმა ღვთისამან აღავსო სახლი იგი პურითა ვიდრე ზემდე ჭერამდე ესე იგი სახლი პურით არის გამოდენილი კარს ვეღარ აღებს ნუ ეთყობაში იმდიღებას კარზე მოუწოდა დომეტიანოს ერთსა მამათაგანსა ბერს და გამოუღეს კარი სახლისამის ჩამოხსნეს კარები ჩამოიღეს და გამოიდო პური გარე გარდამოცვიდა ეს პური გარე გამოიყარა და იგივე კურთხევა იქნა ღვინოსა და ზეცასა ზედა ღვინოს და ზეთიც აკურთხა და ჭამეს ყოველთა და განზღეს და ვერ შეუძლეს აღმართებად კარისამის ადგილსავე თვესა ვიდრე სამ თვედმდე ადგილსავე თვისას ვიდრე სამ თვედმდე ესე იგი სამი თვე ესე იყო ეს რომ კარებს ვერ აყენებდნენ თავის ადგილას იმდენი პური იყო ვითარცა აკურთხა ღმერთმა მცირედ იგი ფქვილი და საზეთე იგი რა ქვრივისა იმის ხელითა ილია წინასწარ მეტყველისაითა აი ქვრივს რო ილია მოკურთხა ფქვილი და ზეთი ესევე აკურთხა ღმერთმა ხელითა მისმინდისაით ანუ ექვთიმეს და უცხოთა შეწყნარებისა მისისათვის უცხო რომ არავინ არ გაუშვას ფშიერე მაშინ დომენტიანოს დაუკვირდა და დავარდა ფერფთაზე და მოძღვრისათვისა და ითხოვა მისგან შენდობაი რამე თუ გულს ეტყოდა იგი ვითარცა კაცი რომელს არ აქვს არწმუნება ისე მოვიქეციო ურწმუნოსავთო და ხოდა შემინდეო ჩავარდა ფეხებში მაშინ აღადგინა იგი ფერმა და რქვა აი რას გეუბნებოდით რატომ მოხდა ეს ყველაფერი შვილო ჩემო რომელი კურთხევით წესვიდეს კურთხევითვე მოიმკოს ნუ მოიწყინებ უცხოთა შეწყნარებას ამისთვის თქვა მოციქულმა უცხოთა შეწყნარებით და ღირს ვინ იქნეს ანგელოზთა სტუმრობად აი უცხოს მიღებით უცხო ადამიანის შეწყნარებით ღირსი გახდები რომ მე ანგელოზი გესტუმროს ხოლო გრწმენინ უკეთო თქვენ გინდა თუ რომელნი თქვენსა შემდგომად მოვლენან გინდა თქვენ და გინდა ის ვინც თქვენ შემდეგ იქნება ხო თქვენ მერე ვინც იცხოვრებს ამ მონასტერში სარწმუნოებდით შეიწყნარებდით უცხოთა და მონაზონთა და განუსვენებდით ღმერთმან არა მოგაკლოს არცა გულებელს ყოს ადგილი ესე უკუნისამდე რამე თუ ესე მსხვერპლი საქმე არ ხდისა და მან დაუდგინა აი ნახეთ რა მოხდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ხო მიიღო ეს სომხები თანამემამულეები არ გაუშვა რა შეიძლება ეს ფაქტორი იყო იქ რომ ესენი სომხები იყვნენ და მაინც აი თავისი ერის ხალხი იყო და თავისი მოძმეები იყვნენ და არ გაუშვა მაგრამ ეს არ დატოვა ეს რაღაცა კერძო საქციელად რა ქართველები თუ სომხები კი არ შეიწყნარა არამედ უცხოები შეიწყნარა და დაუწესა მონასტერს და როგორ შეიწყნარა თან გამრავლდა ეს პური და ზეთი და ღვინო და ეს სპატაშორის შეიძლება ჩაურთოთ ესეთი რამე რომ ერთხელ ეს მამა გრიგოლი დოქი არის წინამძღვარი ზუმისი რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე ღრმად ვწამს რომ ეს ადამიანი წმინდანად შეირაცხება და ერთხელ მოვდივართ ისე მოხდა რომ ფეხით გადმოვედით სხვა მონასტერიდან უნდა დავტოვოთ ათონისცა ჯგუფი ვართ რა მთელი ავეც ბევრი 20 კაცი ვართ 30 მოვდივართ ფეხით და ისე შევიარეთ რა ისე შევიარეთ ამ მონასტერში და თან რაღაც ისე მოხდა რომ არც საჭმელი გვაქვს იქიდანაც შევრები გამოგვიშვეს და მაინდა-მაინც არც იმის საშუალება არა გვაქვს რომ ეხა 20 კაცმა სადმე ვისადილო და ამის ფული გადავიხადოთ რაღაც ესეთი ვითარება იყო და რომ მოვედით მონასტერში შევიაროთ რომ ხაც თაყვანისცეთ რა იქ წარშევსანელი ხატია დოქი არის მონასტერში დგას ეს მამა გრიგოლი იღუმენი შესასრულში მე ეგეთი არაფერი გამიგი არა თუ არ მინახავს და ესე იგი ერთი ხელით უჭირავს ესე დიდი თასი დაჭრილი პური ანუ აი სეფისკვერს რო ჭრიან ხოლმე რაღაცა ესე არ ვიცი სეფისკვერი ქონდათ დაჭრილი მოკლედ პური იყო დაჭრილი დიდი ხო დიდი არ და მეორე ხელში უჭირავს დიდი ჯამი ზეთი
არ ვიცი რატო იდგა ესე. მოკლედ რომ მივედით, აიღეთ ახლა ეს პური ჩააწეთ ზეთში და ჭამეთ ესე გითხრა. ესე იგი 20 კაცი დაგვანაყრა. ნუ ჯერ პური როგორი პური ამათი გამომცხვარე, მე ზეთიც თავისი აქვს, ზეითუნის. აი ეს პური და ზეთი, ნუ რაღაცა მეყარა ამ ზეთში ცოტა მარილი და რაღაცა რა. მარტო ზეთია. არ მოსედეს არ გამიგეკეთი რამე საერთოდ. ეს არ მიშელოდებოდა, ჩვენ გველოდებოდა. მოკლედ ესე პურით და ზეთით აი ხა აქ რო კითხულობდი, სულმოს ფიქრობდი, რომ აი მოვიდა ეს ხალხი ახლა მარტო პური რა არის ხო? არა, არის. პური და ზეთი და ღვინო ახლა ამას არ ქონდა იქ, მარტო პური და ზეთი დაგვანაყრა. მაგრამ დაგვანაყრა, აი აბსოლუტურად აღარავით არ ჭამა, აღარ დაგჭურებია დიდხანს მე. პურს და ზეთს რო შეჭამბევს. მოკლედ ეგეთი ამბავი. და ეს დაუდგინა. და მე-14 თავი ესე იწყება და მე აქ შევჩერდები. ხოლო ამისა საკვირველისა შემდეგ იწყო ლავრამა გამრავლებად. აი ეს ფაქტობრივად ეს არის ხო, მაცხონა 5 პური რო აკურთხა და 5000 რო განაცხო, აი ესა, ესე იგი და აი ამ შემდეგ უკვე ლავრაში 12 კნი იყვნენ. აი ეს გადაწყვეტილება. რომ მიიღო და რომ ანდერძად დაუბარა ამათ ყველას, აი ამის შემდეგ იწყო ლავრამ გამრავლებად. ნუ ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი ახლა მე-14 თავზე ვიყავით და ახლა გადავხდებით 34-ზე. ანუ 20 თავი გამოვტოვეთ და აი ეს 20 თავი შეიძლება და ესენი გამომეტოვებია და მარტო ის 20 თავი მომიყოლა, აი ისეთივე საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ახლა გავაგრძელოთ ესე იგი ჩვენ და ფაქტიურად ახლა 34 თავი, 14 თავი გითხეთ ხო? 34 და 50 თავია დაახლოებით ხო და ახლა კიდე გამოვტოვებთ. ამაშია საქმე. ხო და რა მინდა გითხრათ ესე იგი. რომ აი ხა 34 თავი კი 34-ია, მაგრამ ნუ 15 თავი დარჩა კიდე. აი ხა არის გარდაცვალებაზე ლაპარაკი. ანუ რისი თქმა მინდა, იცით, რომ ესე იგი მისი ცხოვრება გარდაცვალებამდე 6 მესი და გარდაცვალების შემდეგ აი თითქმის თანასწორია, რაც ამ კირილეს ყვითეპოლოს აქვს აღწერილი. ანუ ეს ერთ-ერთი ის არის, ხა წავიკითხავთ, ნახავთ, რომ მამებს პირდება, რომ მე თქვენ არ მიგატოვებთ. და აი მართლაც არ მიატოვებს, იმიტომ რომ იმდენი რამე მოხდა მე მის საფლავზე და მისი სახელით. რომ აი ვერ გეტყვით რა უფრო მეტია რაოდენობრივად. ნუ სიცოცხლეში რა თქმა უნდა, მაგრამ აიც ეხლა გავაკეთებთ. არაოდენ ესე ნიჭი მისცა მას ღმერთმა, აი რაც ჩამოთვალეთ, რაც მოუყევით, მარტო ეს ნიჭი კი არ მისცა. არამედ აუწყაცა დღე იგი განსვლისა მისი სამიერ სოფლით და რა იგი შემთხვევად იყო ადგილსა მისსა. და მეცა გითხრა, ვითარმედ იგი იყო გარდაცვალება იმისი. ესე იგი ის თავის გარდაცვალების დღეს აუწყა და მერე რა მოხდებოდა ამ მონასტერში, ესეც აუწყა. და მეც მოგიყვებით ახლა კირილე ამბობს, კირილეს ყვითეპოლარი. ვით არ იგი მითხრეს მამათა შემდგომად განცხადებისა, ვით არ იგი მითხრეს მამათა, ესე იგი მამებმა როგორც მითხრეს შემდგომად განცხადებისა, რვითა დღითა, ესე განცხადება, ანუ ნათლისღების შემდეგ ერთი კვირა რჩებოდა ესე იგი ნათლისღების წარგზავნამდე ფაქტიურად წირავდა და ამის შემდეგ ჩვეულება აქვს და განსვლა უდაბნო და შემოუკვდეს მას მამანი, რომელნი მშვიდობასა დაუტევდეს და რომელნი თანაც არ ყვებოდეს მათ და იყვნენ მარტვილი და ილია. და ვითარ ესე იგი ესეთი ჩვეულება ქონდა რა, ნათლისღების მერე ერთი კვირა რჩებოდა, წარგზავნა იყო ნათლისღების და ამის მერე მამები რაღაც რაოდენობა მიყვებოდნენ და მიდიოდნენ უდაბნოში უკვე აღდგომამდე იქ რჩებოდნენ განმარტოვებაში. და ეს მარტვილი და ილია უნდა წაყვნენ და ეს არაფერს არ ეუნება რა. და იხილეს რამ თუ არას ამცნობდა და არც ეკაზმოდა ჩვეულებრივ, ანუ არ ემზადებოდა წასასვლელად. ეხლა ნუ აინც რომ მიდიხარ ამდენი ხნით რაღაცა მიგაქ ხო ალბათ რაღაც თან, ნუ ჩაიცომ რაღაც ხან. და რქოს მას, ნუ უკვე განხვალა ხვალე მამაო, ხვალ აპირებ წასვლას, წინა დღეა და არაფერი არ ეთყობა წასვლის. და
მიუგო წმინდამან მან და თქვა მე ვგონებ ამას კვირიაკესა ვით არ შაბათად განთენდებოდის განვალ მე მგონიაო რომ მგონია რა გამოცხადება ქონდა მაგრამ ესე ლაპარაკობს მე მგონია რომ აი ხა ნათლისღების შემდეგ კვირა ჩაატარეს ერთი კვირის მერე ეს წარგზავნა და შემდეგ შაბათის გათენებამდე მგონია რომ გავალ ამ სოფლიდან სამსა დღეს აუბრძანა რაითა იყო დღეს სწავლი წმინდის ანტონისა სამი დღე ესე იგი ანტონის დღესასწაული წინა ხო ეს რამდენიმე დღის ხუთშაბათს იყო ხა ხო და ანტონ დიდის დღესასწაული აღნიშნეს და ღამე 10 უნდა ვით არ იგი ღამეს 10-დეს წარიყვანა ორნი ხუცესნი მღვდელი და შევიდა სადიაკვნე და რქომატო გამოიყოლა წირვიდან და ეს ღამისთევა ჩაატარეს ანტონის და უთხრა ესე ღამისთევაი დასასრული არის ღამისთევისა ჩემისა თქვენთანა ხორცითა რამე თუ ღმერთსა მოუწოდებია ჩემდა განვედი და მოუწოდე დომენტიანოს ეს დომენტიანოსი ხო აი თანახალახელია მისი და რაღაც ამას ვაი ძალიან აქ არ არის ეს ნაციონალობაზე ხაზი გასვლა რა დომენტიანოსია ეს მელიტინელი კი არა მელეტელი და ვით არ განთენდებოდეს შემომიკრიბენი ჩემდა ყოველი ძმანი აი დღეს ბოლო ღამეა რასაც თქვენთან ერთად ვატარებ და გათენებამდე ყველა მთელი ლავრა მოვიდეს ჩემთან და ვით არ შეკრიბეს მისა ყოველდღე რქომოთ ძმანო ჩემნუ და საყვარელნო მე წარვალ გზასა რომელსაც წარვიდეს მამანი ჩვენი ემშვიდობება და უკეთ მე გიყვარვარ დაიმარხეთ ცნებაი ჩემი დაწყებაი და დასასრული საქმეთა კეთილთაი მოიგეთ სიყვარული რომელსაც შინა არა იყოს ზაკვაი ვითარცა პური არა იჭმების თვინიერ მარილისა ეგრეთვე თქვენი თვინიერ სიყვარულისა ვერ შემძლებელ ხართ საქმეთ კეთილისა რა ისამი ყოველი საქმე კეთილი სიყვარულითა და სიმდაბლითა სრულ იქნების სიმდაბლე აღამაღლებს ხოლო სიყვარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან ვითარცა რომელმან დაიმდაბლოს თავისთვის ამაღლდეს ეგრეთვე სიყვარული არაუდეს დაეცემის სიყვარული უფრო ის არის სიმდაბლისა სიყვარულისათვის დამდაბლად ზეირთვისაი და იქნა კაცი ჩვენებრი და მისთვის გვიგერს რათა მადლობდით ყოველსა ჟამსა და ვადიდებდეთ და უფროსღა ჩვენ რომელნესე განვერენით საქმეთაგან ამის სოფლისაითა და არათუ აღთქმითაოდენ მათთვის არამედ ყუდროებისა და დუმილისა ჩვენისათვის რომელსაც შინავართ ამისთვის გვიღერს რათა შევწიროთ ღმერთსა სიწმინდე ხოსთაი და სულისაი და სიყვარული სროლი ვითარცა ესე რქომოთ კითხამოთ ვინ გენებავს მამასახლისად თქვენ და ვინ გინდათ რომ ჩემ შემდეგ თქვენი წინამძღვარი და ყოველთა თქვენს დომენტიანოს და რქომოთ წმინდამან ვერ შესაძლებელი არის დომენტიანოსი არ გამო რამე თუ ასე უნდა ნახეთ რამე თუ დომენტიანოს არღარად სოცხალ ყოფა და შემდგომა ჩემსა გარნა 7 დღეოდენ 7 დღეში ის გარდაიცვალა ჩემთან წამოვა დომენტიანოსი არ სპავინო მოიფიქრეთ მაშინ დაუკვირდა მათ რამე თუ კადანიერად უთხრა რა იგი ყოფათ იყო პირდაპირ უთხრა რა მოხდებოდა და გამოირჩიეს ილია ეკონომოსი ქვევისა მონასტრისა და იყო იგი ნათესავით იერიქოელი და რქვა მას წმინდამან ერთიმი ყოველნი მამანი დაჯერებულ არიან რაითა იყო მათ მამასახლის და მწყებს ყველა მაგირჩიაო რა აწიხილე თავისა შეისათვის და სამწუხაროა შეისათვის უწყოდე რამე თუ ნებავს ღმერთსა რათა იყოს ლავრა ეს საკრებულო ანუ ეს ლავრა იყოს საერთო საცხოვრების ტიპის მონასტერი და იყოს ესე შემდგომად ძირითად დღეთა ჩემთან მაშინ უჩვენამათ ადგილი რომელსაც მონასტერი ყოფათ იყო სადაც უნდა ყოფილიყო მონასტერი ყოფათ იყო და უცხოთა შეწყნარებისათვის და ღამისთევისა ფსალმუნებისათვის ძვალთათვის რომელ განსასწრებელში შინა იყვნენ და აი უცხოების სალდნო შეეწყნარებინათ იქ უნდა აეშენებინათ კიდე და ძიმეთა გულითა განკრძალებდი და ასწავებდი ესე ყოველი რქვა ელიას მაშინ ხმაყო და თქვა ძმანო ჩემნო საყვარელნო ნუმცავის დაუხშავთ თქვენ კარსა მონასტრისასა რომელ ახშენება და არს აი ეს ახალი მონასტერი რომ ააშენდეს იქ არავის უარი არ უთხრათ მიღებას და ღმერთი არის მაკურთხეველი და დაიცავით ცნებაი ჩემი უეჭველა და უკეთ უპო კადნიერებაი წინაშე ღვთისა ნახეთ რა შეუნება
ესე პითხოვად პირველად ვითხოვ მისგან რათა თქვენთანა ვიყო სულითა და რომელის შემდგომად თქვენსა იყვნენ ადგილსა ამას იმათთან ერთად ვიქნები დავით არ ესე თქვა განუტევა ყოველნი გარდა დომენტიანოსოდან დაიყენა მისთან დომენტიანოსი დაიტოვა მარტო ისიც ხომ მალე უნდა წამოვიდეს ვით არ იყო სადიაგნოსაშინა სამ დღე წუხრი შაბათსა შეისვენა და მივიდა მამათა მისთათანა სიბერითა პატიოსნითა ასეთნაირად გარდაიცვალა და იტყოდეს მისთვის ვითარმეთ ახლა ამას კი ყავდა ბავშვობაში ნანახი მაგრამ მაინც აღწერილობას გვთავაზობს რა როგორ ასამბობდნენ როგორ იყო გარეგნულად ხილვა იმისი იყო ვითარც ანგელოზისა და გული სიტყვა იმისი მშვიდ და განგება იმისი სიმდაბლე პირი მისი სახე ნათელი იყო და მრგვალ თვალთა შვენიერ ხოლო հասაკითა მოკლე ტანით დაბალი იყო მხცოვან და წვერნი მისნის თაიწეოდეს ვიდრე მკერდამდე ესე ეკენა მკერდამდე ქონდა ესე იგი წვერი და იყო იგი ხორცითა და ასოთა მრთელ შეისვენა 20 იანვარს დასაბამიდან წელთა 5965 ანუ 473 წელს ქრისტეს შობიდან და ესრეთ იყო ცხოვრება იმისი აი და მოკლედ როგორი ხორცთა შინა შეიწირა იგი ღმერთისა 3 წლისაი ანუ ესე იგი 3 წლის ასაკიდან უკვე შეწირული იყო და დაისწავა ყოველ ეკლესიის სასწავლაი და მოვიდეს იერუსალიმად 29 წლისაი და დაყოვდაბნო 68 წელი და ოდე შეისვენა იყო იგი 97 წლისა დავით არ შეისვენა განითქვა სიკვდილი მისი ყოველსა ქვეყანასა და მოვიდა ერი მრავალი მოზრაზონთა ისა და სოფლისაგან ხოლო პატრიარქმა შეკრებაშვილნი ეკლესიისანი და ყოველნი მოქალაქენი განვიდეს ლავრად ხა იერუსალიმში არიან ხა შორს არ არის მაგრამ აინც უამრავი ადამიანი შეიკრება რა და მოვიდეს ყოველნი მეუდაბნოენი ყოველთაგან ადგილთან და მათთანა წმინდა გერასიმე იორდანელი აი თანავარსკვლავედი რა დრო არის რა მამები ცხოვრობენ და მრავალნი საკვირველნი ქნა ღმერთმა ხორცს და მათ მიერ წმინდისაითა დაუკვირდა იგი პატრიარქსა და ყოველთა რომელი იყვნენ მისთან დაყვეს ვიდრე მეცხრე ჟამადე და ვერ შეუძლეს დაფლოთ მისა სიმრავლისაგან ერისა რომელი იკურთხეოდეს ხორცთაგან მისა ანუ გვიანობამდე დარჩა რა პატრიარქი ვერ დაასაფლავეს იმდენი ხალხი მოდიოდა გამოსამშვიდობებლად რომ ახლა სანუ გაწყვიტო ახლა უნდათ რომ მოვიდნენ და ემთხვიონ მაშინ უბრძანა პატრიარქმა ხედავთ და განსხმა ერისამის და დადოს იგი მამათა უსკუმოსა და დადოს იგი ადგილსაწმინდასა ხოლო მარტვილი და ელია ფრიად ტიროდეს ესე იგი ამ პატრიარქმა ჯარისკაცები გამოიყენა გაწიას ხალხი ისეთი ამბავი ხდებოდა და უსკუმოს ჩაასვენეს და დადგეს და ეხა მოდით და ემთხვიეთ კაცო დაავინაოთ და მერე დავედრებოდა პატრიარქი და მოვიდოდნენ მისა ყოველსა ჟამსა და დაუტევა მათთან ბიდოს რათა აღაგო ბიდოსის დიაკონია რომელიც მერე ეპისკოპოსი გახდება და რათა აღაგო კეთილად საფლავი წმინდის ამისი დატოვა ეს ბიდოსი ამისთვის რა თუ ეღულებოდა აღებაი გვამის ამის ადგილის ამისგან და დადებაი სადაგი აღაშენო საფლავი დავით არ აღვიდა პატრიარქი ქალაქად ანუ იერუსალიმში დაბრუნდა წარავლინა კირით ხურუნი და ყოველი რაიცა უხდა ხოლო დომენტიანოს მევამატებ ამ სიტყვას რომელეტელია დომენტიანოს შვენიერი მოწაფე წმინდის ამის რომელიც კი მოსწაფე იყო მონასტერს და შინა და ლავრასაც არამედ მსახურებასა წმინდისა ერგასისი წელი 50 წელი გაატარა 50 წელი გაატარა ექვთიმესთან დომენტიანოსმა და იჭიროდა და იშვრდა მისთან ქვეყანასასედა და ღირს იქნა რათა დაიმკვიდროს მისთანა სასუფევლით სათან ამიტომ სათნო იყო იგი ღმერთსა არა და იყო იგი გამურჩეულ კაცთა შორის და დაყო 6 დღე არაგანეშორებოდა საფლავს ამის მოწყვისათვის ისასა და გათენებასა მეშვიდესა საიჩვენ ამას წმინდა ევთიმე და დიდებითა დიდითა პირითა ბრწყინვალეთა და თქო მოვეთ
შვილო ადგილსა დიდებულსა რომელიც გამზადებულ არის შენთვის რამე თუ მე ვევედრე ქრისტესა შენთვის რათა იყო ჩემთან ადგილსა რომელსაც მე ვიყო და მომცამე თხოვაი ჩემი დავით არ ესმა ესე დომენტიანოს მოვიდა ეკლესია და უთხრა მამათა ჩვენება იგივე რომელი ხილა და მაშინ შეისვენა და დაიძინა მშვიდობით ხოლო ბიდოს პატრიარქმა ინზლატოვა მრავლითა სწრაფით აღაშენა საფლავი ქვაბსამაშინა რომელსაც დაეყუდის წმინდა ევთიმი წინა ის და დაარქვა ქვაბი და დაარღვია ქვაბი იგი და შებერა იგი ქვითა და შორის გამოქვაბულში სადაც იყო ის გამოქვაბული გააფართოვა და ქვებით ამოაშენა და იქ დაასვენეს და შორის მისცა შექმნა საფლავი წმინდისა ევთიმისა და გარემოის მისცა შექმნა საფლავი მამას ახლისისათვის და ხუცესსა და ძმათათვის და მოკლედ ეს ხო გამოქვაბულში ცხოვრობდა ბოლოს ეს გამოქვაბული გააფართოვა შიგნით მისი აკლდამა გააკეთა და გარშემო გააკეთა კიდევ სხვებისთვის საფლავები და მოსცა პატრიარქმა მარმარილოი რომელსა იყო საევლოგიე ვერცხლისაი და გარემოის საფლავისა კანკელი და შთამოვიდა ლავრად დიდითა პატივით და აღიღო გვამი იგი წმინდისა მისა და იგი იდო ხელითათვის და პატრიარქმა და დადოა იგი ადგილს ამას რომელიც აღაშენა მისთვის და ვითარ დასდვა მოიგო ადგილი კი და დაგრძალა რათა არავინ წარიღოს რაიმე გვამში მისგან წმინდისა ვიცე ხო წმინდა ნაწილების მოკლედ რომ არავის ხელი არ ეხლა და ესე დაიცვა რა და დასდვა მარმარილო იგი და სევლოგი ვერცხლისაი ესე ვერცხლით მოჭედა რა დამართებით კერძა მის წმინდისასა და ვიდრე მეაქამდე საევლოგიეგი მონარს და არიან მისგან კურნებანი მრავალნი რომ საევლოგი ანუ სადაც შეეხონდა ემთხვევა ხო და არიან მისგან კურნებანი მრავალნი რომელნი მიიღებენ მისგან სარწმუნოებით 7 მაისს დაიდო გვამე მისი სადა იგი დღეს არის დავით არ განიშორა პატრიარქმა ჟამისირვაი წაიყვანა მარტვილი და ელია და აღვიდა ქალაქაც მინდა და აკურთხა ხუცაც მინდის აღსადგომელის აი ამ ალბომის ტაძრის მოძღვრებად აკურთხა იერუსალიმის პატრიარქმა ეს ორი ბერი მარტვილი და ელია ვითარ დასრულდა შენება იმ მონასტრისაი მესამესა წელსა უკვე 3 წელი დაჭირდა იმ რაც ამან აკურთხა ევთიმემ 3 წელი დაჭირდა მონასტრის აშენება უნდა მამათა რაითაც აკურთხეს ეკლესია და მონასტერი დღესა რომელსაც დაიდო წმინდა იგი ადგილსათვისა და უნდათ ესე იგი რომ ეს იმ დღეს იკურთხოს ანუ 7 მაისს ესე იგი როდესაც დასდეს მისი სხეული აი ამ გამზადებულ აკლდამაში და მწუხარე იყვნეს იგნი რამე თუ წყლითან ნაკლულევან იყვნეს მცირედ ჭიმრობისაგან რამე თუ ყოველდღე არ ჩასრულიყო წყალი ლაკვათა მათთა ამ წელს ესე იგი 7 მაისთვის უნდა კურთხება მაგრამ წყალი არ არის მონასტერში რა მოკლედ იწყება ხა თავიდან ფაქტიურად ახალი ცხოვრება ევთიმეს და წყალი არ არის და რა ქნა და იყო ჟამი მაისისათვისა და ამისთვის უსასო ქმნილი იყვნეს წვიმისაგან და ამის გამო ილია მამასახლისი და ბიდოს დიაკონი იყვნეს დიდსაში ნამწუხარებასა და წაავლინეს ამბა ლონგინოზისა ქვემოსა მონასტრისა მამასახლისისა რათა მოსცნეს მას კარაულნი ანუ ვირებით ხოვა და მოკრიბონ მათზე და წყალი ფარაით რომ ფარაის ლავრაში გააგზავნო და იქიდან წამოიღონ წყალი დიდი რაოდენობით და ახკაც მომწყობას იგინი რაითა ღამით სისხლისა ჟამსა გამთენისას წარვიდნენ რომ იმავე ღამისა ოდენ ეჩვენა რომ დაბრუნდნენ იმავე დღეს და იმავე ღამისა ოდენ ეჩვენა წმინდა ევთიმე მამასახლისა და რქვა მას რა ისა იქ მან დღეს კარაული რასაკეთებენ ეს ვირები აქ დამარქვა წყალი არა გვითხრს ამისთვის სწავლენ ფარას რათა წყალი მოიღონ მაშინ შერისხნა მას ამ წინამძღვარს და რქვა სიგლაპარაკია ილია მამასახლის და რქვა რა ისათვის უდეპყავთ ვედრება ღვთისა მიმართ ჰოი მცირედ მორწმუნენო რომელმან გამოუცენა წყალი კლდისაგანერსამას ურჩსა ებრაელებს კლდიდან გადმოუდინა ამ ურჩერს წყალი და ნახეთ რა შეუნება სამსონს რაჟამს მოეწყურა მოსამას წყალი ღაწვისაგან ვირის ხო და თქვენ რომელთა სახმარ არის არამცა მოგცა აი თქვენ რო გჭირდებათ ეხა ეს და ამ ხელა დღესასწაულს ამზადებთ არ მოგცემთ
ხოლო მე გეტყვით თქვენ უკეთ უთხოვეთ სარწმუნოებით მოგცეს თქვენ და ნუ წაავლინებთ კარაულთა წყლისათვის ამ ვირებს ამ წყალზე ნუ გააგზავნით არ არის კარგი ხა ეს კაისახციელი არამედ მიენდვენით ღმერთსა და ამასო დღესა უწინარეს სამისა ჟამის აღივსნენ ორივენი ლაკვანის მესამე ჟამი არის 12 საათი არა 9 საათი დილის 9 საათი და ორივე აუზი გაივსება წყლით დავითარ განიღვიძა დილის გამენა მიუთხრა მამასახლისმა ბიდოს დიაკონსა და მამათა რა იხილა და უკუნსნა კარა გააგზავნეს ეს ვირები უკან თავისავე უფალსა და ვითარცა გიმზე აღმოხდა აღმოვიდა ღრუბელიცა და დაფარა მონასტერი კიდე იწყო წვიმად მონასტერსა ზედა და გარემოს მისაოდენ უწინარეს მესამისა ჟამისა აღივსნეს ლაკვანი და განეპყრა წვიმა იგი და გადაიღვანო და ესმა მარტვირი პატრიარქს საკვირველი ესე მარტვირი რქო პატრიარქს შთამოვიდა იგი სიხარულით რა ათანა რათა აკურთხოს ეკლესიայի და ზუსტად ეკლესიის კურთხევის დღეს გაუსწორა ეს და ყვეს ღამის თევაი სიხარულითა დილისა და ვითარ ჟამისწინ ეგულებოდა დასნეს საკურთხეველსა ქრისტესა ძვალნი წმინდათა მარტვილთანი წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს ტარაქოისანი ბარბარისანი და ანდრონიკისნი და იყო ესე 7 მაისსა შემდგომად გარდაცვალებისა წმინდის ექვთიმისა მე-1000 წელს რავდენთა ჟამთა შემდგომად იქნა ბიდოს დიაკონი ეპისკოპოს ქალაქსა რომელსაც რქვიან დოროს და 51 გამოვტოვებ ხო აქ როგორც მოგახსენეთ 51 თავში არის ეს მთავრდება შემდგომად გარდაცვალებისა წმინდისა ექვთიმისა 70 წლის ანუ 70 წლის შემდეგ გარდაცვალებიდან ლეონტიოს მამასახლისმა მაშინ შემიწყნარა მე წმინდა სამოს მონასტერსა მიიღო წევრად ესეც ასაკოვანია უკვე ეს კირილეც და აი მაშინ გახდა ამათი მონასტრის წევრი და ეხა 52 თავი ხოლო ვითარიგი მესმა წმინდის ექვთიმისათვის კაცის აღთისა დავცან და მითხრეს მამათა მისთვის არა დაუფარე მომავალ 300 ნათესავსა ნუ და ესე იგი შენ და მედამავალეს რა რომ არ მომავალმა უნდა იცოდეს შემდგომა თაობებმა მის შესახებ რაოდენი გვესმა დავცან ეს ფსალმური სიტყვებია რაოდენი გვესმა დავცანით იგი და მამათა ჩვენთა გვითხრეს ჩვენ არა დაეფარა შვილთა მათთაგან არამედ მიუთხარ და აღწერე რაითა უწყოდნენ ნათესავთა რომელიც ჩვენსა შემდგომად ყოფათ არიან და გონებთ ვითარმეთ კეთილ არს და შვენი რაითა მიუთხრეს საკვირველნი საქმენი რომელი იყვნენ საფლავსა მისა და დღეთა ჩვენთა ესე იგი მე ბევრი სასწაული გამოვტოვე ხა რაც მის საფლავზე მოხდა და რომელნი განიკურნეს რომელთა იხინეს თვალით ამათა სასწაული რომელნი იყვნენ წმინდის ამის საფლავსაზე და მოაქაუნდე ცოცხალ არიან და უღირს მოთხრობა იმათ რა შამსა რომელსაც შემოვიდა მონასტერს ამას დიაკონი ვიყო ეს ყვება ხა ეს კირილე და მუნშინა მონაზონი ვიქმენ და ვითარცა შენიცი მამაო გიორგი არ ვიცი ეს მამაო გიორგის მიმართავს ვითარმედ მოვედი იერუსალიმთ თვესა ნოემბერსა ნია ეკლესიასა კურთხევის აი კურთხევის დღეს მოვიდა ხო და ხა ზუსტად ვერ ვაზუსტებ ამ დეტალებს და მეგულებოდა მე განსვლავი ბეცაიდი და მიბძანა მე დედამან ჩემან რაითა არა იყო თვინიერ აბა იოანე შეყენებულისა ზრახებისა რომელი ყოფის ლავრასა წმინდასა საბასა რომელი ბრწყინავს კეთილს ამათი ნათესავი იყო დედამის მოუთხრა რომ აუცილებლად იოანე შეყენებულთან მიდიო ჩვენ იოანე შეყენებულზეც გვისაუბრე და დაუტოვო სხვაჭურს ამის აღწერილია ეს კირილე სკვითოპოლელეს და რომ წვალებლობაში არ ჩავარდე ევარგენიის სარწმუნოებისა დაუტოვო მართალის სარწმუნოება მოვედ ქალაქად წმინდად და მოვილოცენ წმინდანი ადგილნე თაყვანისვეც ძელსა ცხოვრებისასა და ესრეთ მივედ ამბა იოანე შეყენებულსა და მან ვქვამე უკეთ გნებავს ცხოვრება წარვე და იყოფოდე წმინდისა ექვთიმის მონასტერსა და შთავეთ უდაბნოდ იორდანისა და დავადგერ მამათა თანა მრავალჟამ და თვესა იმისა მოვედ მონასტრის წმინდის ექვთიმისა და შემიწყნარა მე ამბა ლეონტიოს მამასახლისმა ესყვება როგორ მოხდა ექვთიმე არა კირილე სკვითოპოლელი როგორ მოხდა ექვთიმე დიდის მონასტერში ამ დღეთავ მოიყვანეს მონაზონი ამბა მარტირის მონასტრით ეხლა აქ არის კიდევ ბევრი ესეთი სასწაული აღწერილი ესე იგი ალბათ მე ვფიქრობ რომ
ცოტა გამოვტოვო კიდე. ესე იგი აქ აღწერილი არის ამბები, იცით როგორი ამბებია, რომ აი რამდენიმე შემთხვევა ხა კიდე ბოლოში აღწერილია როგორ მოიყვანეს ეშმაკეული და მერე და შალდეს პირდაპირ ამ საფლავზე და ამას ხის ჩაკეტეს თუ რაღაცა და სანამ არ განიკუნა არ გამოვიდა ერთი შემთხვევა იყო რომ ესე იგი არ იცოდა რომ გამოვიდა მერე თქვა რომ არ ვიციო როგორ მოხდი აქაო თვითონ მოვიდა ვიღაცა შეხება მოიყვანეს მოკლედ მე რაღაცა ფიქრობ რომ კიდე გამოვტოვო ეს ამიტომ რომ ბევრია ძალიან ესეთი ამბები და კიდევ ესეთი რაღაცაც მოხდა ესე იგი გარდა იმისა რომ ეს ეშმაკეულები განიკურნებიან მის საფლავზე მე კიდე ეგეთი რამე იყო რომ ვიღაცა კაცმა მოკლედ თავისი იმას დიდი ფარა ყავდა და ამან თავისი 10 ცხვარი მიაბარა და იმან 8 ცხვარი დაუბრუნა მე და რაო ამან უთხრა ჩემი 2 ცხვარიო და იმან რაღაც ისულელები მოიგონა რომ მოიტაცა და რაღაცა და იტყუებიო უთხრა რა და რას ამბობ არ იტყუებია წამოდი მაშინ ექვთიმის საფლავზე და იქ თქვიო ესა და არაფრით არ შეყვა ესა იცოდა რომ მოკლედ იქ რაღაცა მოუვიდოდა და რაღაცა და მოკლედ აი ესეც იყო ეს ფუნქციაც რომ ტყუს ვინც ამბობდა მოკლედ იქ ხილება ხდებოდა მისი და კიდევ ესეთი შემთხვევა იყო ვიღაც ბერი იყო რომელიც ამათან უცხო იყო დაიტოვეს როგორც ამისი ბრძამოეს იყო რა ქვია ამისი ანდერძი და ეს ბერი დარჩა ამის საფლავთან და ვერცხლი ხო გითხარით იქ რაღაც ვერცხლეული იყო და მოიპარა ეს ვერცხლეული მოიპარა და გამოვე წავიდა მონასტრიდან ისინი ვირები თუ რაღაც მოკლედ სადღაც მიდიოდნენ და გაყვა იმათ რა თუმცა არაფერი და ესე იგი დილით ეს რო იღვიძებს ერთ-ერთი ვინც განკურნა ექვთიმე ხედავს რომ ეს მონასტერთან დგას გაშიშებული ახლა ძალიან მოკლედ გიყვებით ამას და ნუ ვერ ინცრება რა ნუ მოკიდეს ხელი შემოიყვანეს და რომ მიიყვანეს ექვთიმესთან რომ განეკუნა რა ექვთიმეს საფლავზე და მართლაც ამან დაიწყო ლაპარაკი და თქვა რომ ესეთი რაღაც დამემართავ რა ეს ვერცხლი მოვიპარეო და მთელი ღამები არისო აი ჩქარი ნავიჯით გავყევიო და რომ გავქცეულიყავიო და დილით რომ გავიღვიძე რომ გათენდა ხედავ ისე მონასტერთან ვარ და გავშეშტიო რა ხოდა სხვათა შორის ეს ამბავი მოხდა ერთხელ სვანეთში წმინდა კვირიკეს ტაძრიდან კალაში არის წმინდა კვირიკეს ტაძარი ლაგურკა არის წმინდა კვირიკეს სვანობდა იმ ლაგურკადან მოიპარეს რაღაც ხატები და რაღაც ფასეულობა და გაიქცენ ესენი ღამე იყო და იარესია ესა ნიშნი ჩამოწვა და დილით მოვიდნენ ტაძართან სადაც ხალხი იყო შეკრებილი და პირდაპირ ჩაუვარდნენ ამ ოთხელში რა ეხლა იმათ კაირა დაემართებოდა არ ვიცი როგორ დამთავრდა ეგ ამბავი მაგრამ ის ვიცი რომ მოვიდნენ უკან არ შეიძლება ეს მე არის ესეთი შემთხვევები ადრეც იყო აქ ექვთიმესთან ან ფურდობაზე რა და ეს ექვთიმე როგორ უხსნის მე რომ ნუ არ შეიძლება რა ეს ფურდობა ხო არ შეიძლება და ეკლესიიდან ამის მოპარვა და სხვათა შორის ესეთი შემთხვევები ბევრი არსებობს რა რომ ეკლესიიდან რაღაცას რო იპარავს მე რაღაცა კაი არაფერი რო ემართება მოკლედ ამ ხალხს და მოკლედ გამოვტოვებ და გადავდივარ 52 თავზე აი ეს მოპარული რაც არის მოკლედ ეს მოგიყევით უკვე ეხლა 53 თავი ფაქტურად ბოლო თავზე გადავდივართ ეს არის ეპილოგი აი ეს უნდა მოგიყვეთ ეხლა აი ეს რაც თავიდანვე დაგპირდით რაღაცა გასაოცარი ამბავი უნდა გითხრათ ეხლა აი ხა ესე იგი აი ფაქტიურად ეს არის გასაღები შეიძლება ითქვას საერთოდ წმინდათა ცხოვრების აღწერისათვის აი როგორ ხდება ეს აი ხა მოგახსენებთ სხვათა შორის აქ ლაპარაკი არის აი ამ ამბების მოთხრობაზე
მეც ამ საქმით ვარ დაკავებული, მე თქვენ გიყვებით წმინდათა ცხოვრებას, მაგრამ ჩემი საქმე როგორ გითხრათ, ადვილია უფრო. არ არის ადვილი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა მოვიძიო, ეს ყველაფერი უნდა ნახო, მოგიყვეთ, დიდხანს ხდება ეს ამზადება, დიდხანს ხდება თხრობა. მოკლედ ადვილი არ არის, მაგრამ მე თქვენ გიყვებით გამზადებულ ტექსტებს, ანუ ქარტებს. ქარტა ხა ამ სიტყვას გამოვიყენებთ. ეს ბევრჯერ აქ აი ბოლო თავში ნახმარი. ხო და ეს ქარტებია რა, თუმცა ამ ქარტებსაც უნდა მომზადება და რაღაც. ხო და ეს კირილე სკვითოპოლელი სხვისი დაწერილი ტექსტებიც აქვს და თვითონაც წერს. და ეხა აქ არის ესე იგი ეს ნახეთ აი რას ყვება, როგორ მივიდა აქამდე რომ ეს ტექსტები წეროს. ესე აგიწერეთ თქვენ მცირედი მრავლისაგანი, რომელი იხილეს თვალთა ჩემთა. ესე იგი მისმა თვალებმა იხილეს საფლავზე რა ხდებოდა და გაგონილია კიდე, ესე იგი ეს მოხუცი ექვთი მეყავს ნანახი და რაღაცა და გარდაცვალების მერე კი უფრო იცი. ოღონდ გაგონილი აქვს. და ნახეთ მესმეს საქმენი მისმინდისანი, ვიდრე იგი ცოცხალი იყო. რათა ცნან, რომელნი იკითხვიდნენ და ესმეს ძალნი, რომ იყოფიან საფლავსაზე და წმინდისად ვიმცემის, რომ ყველა მიცოდეს. ამათ მოგი იციან, ვინც ახლა იქ ცხოვრობენ, მაგრამ შთამომავლობას რომ დარჩეს. არათუ ოდეს ხორცითა ცხოველი იყო და მაშინ იქმოდა საკვირველთა, არამალტო სიცოცხლეში იქმოდა საკვირველთა და განკურნებდა კაცთა, არამედ შემდგომად სიკვდილისა მისისა, რაჟამ შეერთო ანგელოსა და ქნა ძალნი მრავალი. ბევრი სასწაული მოახდინა და ოდეს იგი მიიწია განსვენებასა მეუთხრობელსა, არა განგვეშორა ჩვენგან როდესაც გარდაიცვალა და აი მივიდა იმ თავის დიდებაში. არ მოგშორდა ჩვენ, არამედ შეწვენა მისი ჩვენთან არის, ვიდრე აქამომდა აი დღემდე. და მე, რომელი ესე არა ღირს ვარ ყოფად მონად მისა, მისი მონობის ღირსიც არა ვარ. ფრიად სარგებელ ვიყავ მისგან სულსა ჩემსა და ხორცსა ჩემსა და ოდეს იგი ვხედავთ კურნებათა, რომელი აღმოეცენებოდეს საფლავისა მისგან მიკვირს სულსა ჩემსა და თქვი. ესე იგი მიკვირდა ამ ყველაფერს რო ხედავდი და ვეუთხარი ჩემ თავს რომ ვითარ მე განლო ამან კაცობრიო ესე ცხოვრებაი და ვითარ აი როგორ გაიარა ეს ცხოვრება და ვითარ სათნო იყო ღმერთსა ჭეშმარიტად მამაიჩუნე წმინდა ექვთიმი. ანუ ვითარ მოიგო მადლი ღვთის აი რანაირად მოიხვეჭა ეს მადლი. ამის გამო შემიხდა მე მხურვალებაი და სურვილი ცნობა ცხოვრებისა და განგებისა მისის. აი ეს იყო პირველი მიზეზი, რამაც მომანდომა რომ გამეგო როგორ იცხოვრა რა გააკეთა ასეთი რომ ესეთი გახდა ეს ექვთიმე. და რაითამცა აღწერე იგი და ვიკითხებ წადირეთ ყოველთამოთ უდაბნოთა წმინდათა პირველთა მამათა და დაიწყე შეგროვება, ყველას ვეკითხებოდი და ვიწერდი. და რომანი იყვნენ დღეს ამისა და დღესაწმინდისა საბასათა და მასთანაც ხონდებოდეს. საბათს იცნობდა ხო, საბა განწმენდილი მას. ხო და საბას ცხოვრებაშია სხვათა შორის ეგ ამბები. და საქმენი რომელი მესმეს მათთვის მოსწრაფეთ დავიმარხენ არახოლოდ თუ საკვირველი საქმენი და კურნებანი რომელი იყვნენ ხელსაწმინდის ექვთიმისა და არამედ საქმესა და განგებათა წმინდის საბაისაც აღწერთ ქარტასა ქარტასა რამე თუ არა ვიცოდე განგება და აღწერა მისი ვიდრე იგი ხმდა. ეს იგი მარტო სასწაულები კი არა, აი საბას ანუ მას კირილეს აინტერესებდა რა თქმა უნდა სასწაულების აღწერა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც, მაგრამ ძალიან აინტერესებდა ეს ურთიერთობები ბერებს შორის და ეს მიმოსვლები და ესენიც ყველაფერი გამოკითხული და აღწერილი აქვს. და შემდეგ ეს იგი ნახეთ რას იხსენებს. შემდგომად მცირეთა ჟამთა იყო კრიბაი მეხუთე კონსტანტინოპოლს ნესტორისა და ორიგენესათვის და შეჩვენებულ ყნა იგინი კრებამან მან და მრავალი მონაზონი იყოფოდეს მათ ჟამთან ნეა ლავრას ამ ახალ აშენებულ ლავრაში და ყოველნი ორიგენეს სწავლებასა შედგომილი იყვნენ. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ორიგენემ განსაკუთრებით ბერებზე და მოკლედ და ყოველნი ორიგენას სწავლებას შედგომილი იყვნენ და მოსწრაფე იყვნენ მასზე და განიშნეს კათოლიკე ეკლესიისაგან და განასწრეს იგინი ნეა ლავრიდან ესენი გააძევეს და იყოფოდეს ნეა ლავროსაში და სხვანი წმინდანი მამანი საბას ლავრისანი და სხვათა წმინდათა მონასტერსანი. ხოლო მე ზრახებით ანუ ლოცვა-კურთხევით იოანე ეპისკოპოსი შეყენებულისა მისი ნათესავია როგორც მოგახსენეთ გამოვედ საკრებულოსა მისგან ამ საერთო საცხოვრებლის მონასტრის და შევედი ამ ნეა ლავრაში სადაც უკვე ეს ორიგენისტები
აღარ არიან მე ორიგინეს მიმდევრები და მათანა მოგდა ქარტები კი ეს ნაწერი ფურცლები სულ თან მქონდა წაღებული ანუ ეს პერგამენტზე დაწერილი აგროვებს ამას და რომელსაც შინა დამეწერა ცხოვრება იწმინდეს ევთიმისა და საბაისა და დავყონია ლავრასა 2 წელი დაყუდები და გულმოდგინეთ ვიკითხებთ ქარტებს ამას ვკითხულობდი ამ ნაწერებს და არა ვიცოდე განგებით აღწერა იმისი ვითარ იგი ღირდა და ვერცა ყოლა დაწყება იმისი კი მქონდა ეს დაწერილი მაგრამ ვერაფრით ვერ არ ყოფნიდა ესე იგი ეს არ ვიცი რა დავარქოთ ეხლა ნახავ თვითონ ამბობს რამე თუ არა მესწავლა წიგნის სწავლებისა და უმეც არ ვიყავ და არცაც ცნობა ის სიტყვათა ღვთისაითა და ენითაც დათრგუნულ ვიყავ ესე იგი არც განათლება მქონდა საერო არ ფილოლოგიური განათლება არ მქონდა არც საღვთისმეტყველო შესაბამისი რომ ეს ყველაფერი კარგად დამეწერა არ ვიცოდი ან როგორ დამეწყო როგორ მომეყოლა არამედ აი ხა იწყება ის ამბავი რაც მე თქვენ მოკლედ უნდა მოგიყვეთ საოცრება არამედ ღმერთთან საკვირველებათა მან რომელმან დახსნა ენანი ადგილსა თვისა და ძელოვანი წრფელყნა მას განაგნის ენანი უთხთანი ჩემ უძურის ამისთვის საკვირველი ხელითა წმინდა ევთიმისაითა ესე იგი ღმერთი რომელსაც შეუძლია პირუტყვის ალაპარაკებაც კი როგორც მოგახსენეთ მან ესე იგი ხო მათ ნუ აი ის ცხოვრებაში იყო რა ქვია ანტონ მარტყოფელის ცხოვრებაში ირმებმა რო უთხრეს სამოყვევი და გაჩვენებთო და ბევრი მაგალითია ბიბლიაში იმისა რომ ცხოველი ლაპარაკობს და ესე იგი აი ღმერთს შეუძლია ყველაფრის გაკეთება და აი მომიხდინა ესეთი საკვირველი ხელითა წმინდისა ევთიმისა და საბაისათა რავდენ არავიცოდე სიტყვაი და არცა მეცნიერებაი რამც აღწერე იგი განვიზრახე რათა დავაგდო ქარტები და ვილოცე და ვითხოვთ ხურვალთა გულთამისთვის ვიკითხე ეს ქარტები ანუ ეს ფურცლები და ნუ არ ვიცი დავყარა ეს ფურცლები და დავიწყე ლოცვა და დღეს აერცა ჯედ ადგილსა ჩემსო და ხელთა მაქვს ქარტები ანუ ეს პერგამენტები და მიმერულა მაინც ხელს არ უშვებს იმიტომ რომ იცის რომ ამაში ნუ დიდი სიმდიდრეა რა დიდი ამბებია ძალიან და მიმერულა და დავიძინე და დღე იგი იყო ვითარ ორჟამ დღისით ჩამეძინა და მეჩვენა წმინდა ევთიმი და წმინდა საბაი და იყო სამოსელი მათი სამღვდელოი და მესმა ეტყოდა რა წმინდა საბაი წმინდასა ევთიმის აჰა ესე რა კირილეს აქვს ქარტაი და ხელთა მისცა და აქვს მას სწრაფაი და მხურვალებაი გულისაი და ფრიად დამაშრალ არს ესე იგი ქარტა აქვს უწერია და ძალიან უნდა რომ ეს ყველაფერი დაწეროს აგერ უჭირავს ხელში ძინარზე ლაპარაკი ხელში უჭირს ძილშიც კი ხელში უჭირავს და მხურვალებაი გულისა ესე ხელთა მისცა და ფრიად დამაშრალ არს აი თამცა და ვითა იწყო პირველ ცხოვრებისა ჩვენისა ჩვენი ცხოვრების ევთიმის და საბას ცხოვრების აღწერა უნდა პირველ რიგში და რა ვქნათ და ვერ შეუძლო მაშინ თქვა წვიდა მან ევთიმი ძლიერმან რაითა ანუ როგორ შეუძლოს აღწერა ჩვენთვის არცა მივიღებიეს მას მადლი წინასწარმეტყველებისაი აღებისა პირის ამისისაი არა აქვს ეს მადლი მიღებული პირი რო აღაღოს და როგორ გადაწერს თქვა მას წმინდა მან საბა შენ მიეც მამაო ევთიმეს ეუბნება მადლი და ერჩდა მას წმინდა ევთიმი ანუ დაემორჩილა წმინდა ევთიმი და გამოიხუნა სახლით ანუ აი საქალი ესე უბიდან ამოიღო თვისით მსგავსნი სასურმაგეთანი ალაბასტრი ანუ რაღაცა ნელსაცხებლის ჭურჭელი ამოიღო მოკლედ აქედან პარფიუმის თუ რა ვიცი რა ვთქვათ შუშის ჭურჭელი თუ რაღაცა ალაბასტრი იმიტომ ქვია რომ ქვის განკეთდებოდა ესეთი ნელსაცხებლის ჭურჭელი ქვის და თვალსაოლავი ესეც სიტყვებია უბრალოდ ეს ნიშნავს ფუნჯს მოკლედ ჭურჭელი ამოიღო რომელშიც ზეთი ინახება საერთოდ და ფუნჯი და საყო თვალსაოლავი ანუ ეს ფუნჯი საურმაგეთამოთ სამგზის და შემასვის პირსა ჩემსა და პირში ჩამიდო ეს ფუნჯი და გვანდა იგი ზეთსა ზეთი იყო რაღაცა ხოლო გემოიმის
თაფლისა უთყვილეს იყო და ჭეშმარიტად იყო იგი მეცნიერება სიტყვათა ღვთისაითაი ვინაც ვითარცა თქვა წინას არ მეტყველმა რამე თუ ესე იგი ეს რაღაც ჩააწო პირში ჩამიდო სამჯერ და რაღაც ეთივით იყო მაგრამ ისეთი ტკბილი იყო როგორც წინასწარმეტყველი დავითი ამ შემთხვევაში ამბობს ტკბილ არიან სასაცემსო სიტყვანიშნი უფრო ის თაფლისა პირსაჩემსო ეს არის ფსალმუნებიდან სიტყვები ტკბილ არიან სიტყვანიშნი სასაცემსო უფრო ის თაფლისა პირსაჩემსო და მაშინ ცან სიტყვებაი პირსაჩემსო და ბაგეთა ჩემსა და მომეცა მადლი და ვიწყე აღწერად პირველად ცხოვრებისაც მინისა ევთიმისი ძლიერისაი და მადლი იგი მიბრძანებდა მე რათა უდებყო იგი არა უდებყო იგი და ვითარ განვიშორე აღწერა იმის კი ვიწყე ყველა სხვასა წინსა საქმენი და განგებანი წმინდისა საბასანი და მე ვევედრები მათ მადლით ამით რომელ მოიღეს მათ რათა ევედრონ ღმერთსა ჩემთვის და აი საიდუმლოება ესე იგი ეს არ ხდება იცით აი მე თუ ნერვიულობ ერთი ხო გიყვებით ამას მაგრამ ეხლა რაზე ნერვიულობ იცით რომ ჩემ გარშემო ცხოვრობენ დიდი პიროვნებები მაგალითად პატრიარქი ილია მეორე გარდა ამისა ეხლა აღარ ჩამოთვლი რომ რაღაც ეს არ გამოიწვიო მაგრამ ვიცნობ ასეთ ადამიანებს ხო და ვინ უნდა აღწეროს მათი ცხოვრება აი ვინ უნდა გადასცეს ის თავმოყრა ნერვიულ მე არ მაქვს ამის რესურსი არ ვიცი როგორ დავწერო და აი თურმე კირილემ არ იცოდა სკვითოფოლობა და თანამარ ჩაუდეს პირში ესე იგი თაფლზე უტყბესი მანამდე ვერ დაწერა ხო და ცოტა დავწყერდი ესე გამოცხადებით ხდება ეს ყველაფერი გამოცხადებით დაწერა გიორგი მერჩულემ გრიგოლ ხანსელის ცხოვრება ეხა უკვე ნამდვილად ვიცი ისეთი შესავალი აქვს იგივე ვასილი ზარზმელმა დაწერა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება და ნუ ეს ჩვენი მაგალითები რაც არის და ნახეთ ახლა სად მივედით კიდე სურო ვიძახი რომ როგორი ქართულით არის დაწერილი და რა კარგია მუსიკასავით იკითხება აი ბოლო ფრაზა არის აქ რაღაც აი ბოლო ფრაზა მოწაგეკითხოთ ახლა და მე ლახაკი და უღირსი აღმწერელი ამისი ქართველთა ენითა აი სად გამოჩნდა ეს თარგმნელი ამდენი ხანია ესეთ რაღაცებს კითხულობ და არასოდეს ესეთი რამე არ შემხვედრია და მე გლახაკი და უღირსი აღწერელი ამისი ქართველთა ენითა ვევედრები უფალსა ლოცვითა ამათ წმინდა თაისა რათა დამაწვეთოს ნაწვეთი ერთი მადლისა მისისა გულსა ჩემსა სადიდებელად სახელისა მისისა რომელსა შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე ამინ კიდე ერთხელ უნდა წავეკითხო ეს აი ეს ჩვენი ქართული თარგმნელი ამ ესე იგი ეს ხო კვირილეს ტექსტი ძალიან გადმოგვითარგმნა და მოგვიყვა ხო რა ენით ჩვენ კი რაღაცა ცოტა წავეკითხეთ ამას ცოტა ბევრი არ წაგვეკითხა და რას ამბობს ბოლოს და მე გლახაკი და უღირსი აღწერელი ამის ქართულთა ენითა ვევედრები უფალსა ლოცვითა ამათ წმინდა თაისა რათა დამაწვეთოს ნაწვეთი ერთი მადლისა მისისა გულსა ჩემსა სადიდებელად სახელისა მისისა რომელსა შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე ამინ ეხლა მე გაჩვენებთ გამოსახულებებს ეს არის ვასილი მეორის მინოლოგია აი ესეა თვითონ ის მინიატურა ესეთია და გადიდებული ტექსტი გადიდებული პორტრეტი ექვთიმესი შემდეგი არის მე-10 საუკუნის ბიზანტიური მინიატურა ესა ესე არის გამოხატული ექვთიმე დიდი და შემდეგი არის ეს არის მე-11 საუკუნის ნეამონი ანუ ახალი მონასტერი აი ნეამონიდან არის ესე იგი აი ესე მოზაიკა აი ეს არის ექვთიმე დიდი შემდეგი არის ჯვრის მონასტერში არის აი ესეთი ფრესკა აი ესეთი შოთა რუსთაველი არ არის ოთაკ
ეს არის ჯვრის მონასტრის ფესკა, ეს გადიდებულს გაჩვენებთ ექვთიმეს, აი ექვთიმე დიდი. იქ ორი სვეტია კედლის და ერთ-ერთზე შოთა არის და მეორეზე ესენი არის. შემდეგ ეს არის საფარა. აი ეს არის საფარიდან. წმინდა ექვთიმეს გამოსახულება. ეს არის ალენჯიხა მაცხოვრის ტაძარი. ალენჯიხაში და ახლა გადიდებულს გაჩვენებთ ამას. აი ესეთი. აი ექვთიმე დიდი. შემდეგი რაც უნდა გაჩვენოთ ეს არის კვიპროსი. ფრესკა არის ესეთია და გადიდებულს გაჩვენებთ ამასაც. აი ესეთია. აი სახე. აი ეს არის ექვთიმე. შემდეგი არის მაკედონია, არა საბერძნეთი. ესეც კარგია ძალიან. მე ცოტა წამოვიღე, ბევრია ძალიან. ბევრია ექვთიმეს. ათონის თაზეც არის და რაღაც აი ეს არის საბერძნეთი. შემდეგ აი ეს არის მაკედონია. აი ეს არის მაკედონია. ეს ამასაც გადიდებულს გაჩვენებთ ახლა. აი ესეთია. და ბოლოს უნდა გაჩვენოთ ათონური ხელნაწერი. აი ეს არის ექვთიმე დიდი გამოხატული. აი ეს. და აი კიდე არის იქ ერთი ესეთი მინიატურა. აი ესეთი. ექვთიმეს. აი ეს არის დღეს როგორც გამოიყურება ეს ლავრა, რომელიც არის იერიქონსა და იერუსალიმს შორის მარჯვენა იორდანის მარჯვენა სანაპიროზე. აი ხა გაჩვენებთ კიდევ ესე ფოტოგრაფიდან კედელი ესეთია და გაჩვენებთ ხა ზეთხეთში ამას ყველაფერს. აი ესეთია ზეთხეთში. ეხლა აქედან კი ვერაფერს გაიგებთ მაინდა-მაინც, მაგრამ ნუ ფოტოებია. ეს და დავდებ YouTube-ზე აი ამ ფოტოს უფრო დატვრილებით დათვალიერება არის შესაძლებელი. ბოლოს უნდა გაჩვენოთ წმინდა ნაწილი, ჩვენ მოვასწარეთ უკვე და წმინდა ექვთიმე დიდის ხატი გაგვაჩნია. ეს შუშა არის გაბზარული და არ არის სანერვიულო, იმიტომ რომ შუშის გამოსვლა შეიძლება ეთყობა ეს შუშა. იბზარება ხოლმე შუშა. ეს არის იმისთვის, რომ ხატი დაიცვას. აი ესეთი არის ჩვენი ხატი ექვთიმე დიდის. აი ეგ არის წმინდა ნაწილი ჩადებული. არ ვიცი როგორ ჩანს ახლა, მაგრამ აი ესე პატარა შუშის ჭურჭელში. აი ექვთიმე დიდის ხატი ესეთი გვაქვს. და შეგვეციოს მისი მადლი. ანუ კიდევ ერთხელ ეს არის 20 იანვარი, როდესაც არის ექვთიმე დიდის ხსენება და წელს არის 2025 წელი. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგვეციოს ექვთიმე დიდის და პალესტინელი მამების მადლი, მათ შორის არის წმინდა კირილე სკვითოპოლელი, რომლის შესახებაც ადრე გვისაუბრია, წმინდანია, ესეც ამ მამებში გადის და ასევე ეს ჩვენი ქართველი გადამწერელი. მე მჯერა რომ ისე წმინდანია. სხვანაირად არ გამოვიდოდა ეს. ეს ჩვენ ბოლოში წავიკითხეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.